საღამოშვიდობის დღეს ხუთშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეთერშია თავისუფალი სტუდია. მე ვარ ლელა ბაღდავაძე და ჩვენ სტუმრებთან ერთად ვიწყებთ იმ სურათის შეფასებას, რასაც საქართველოში შექმნილი ვითარება ჰქვია. ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, თანადამფუძნებელი ნინო კალანდაძე იქნება ჩვენი პირველი სტუმარი. ცოტა მოგვიანებით კი გაცემის ამავე ნაწილში ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი შემოგვერთდება. ვსაუბრობთ საკითხებზე, რომელიც დღეისთვის არის შეფასების საგანი, მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებული მორიგი მწვავე ანგარიშია და იმოდით დღევანდელი ეთერი სწორედ იმ მესიჯების შეფასებით გავხსნათ, რაც სწორედ ევროპარლამენტის დეპუტატების მხრიდან მოვისმინეთ. როგორც გითხარით, ნინო კალანდაძეა ჩვენი პირველი სტუმარი, გამარჯობა ქართონინო და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ქართონინო, აი დავიწყოთ ამ დროისთვის აქტუალური საკითხების შეფასება და პირველ რიგში სწორედ ევროპარლამენტის მიერ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით მიღებული ანგარიში დოკუმენტი მოცულობითია 55 პუნქტისგან შედგება და ყველა მათგანი ქართული ოცნების მისამართით მწვავე და კრიტიკულია. მეტიც, როგორც რიგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, ევროპარლამენტის ტონი კიდევ უფრო გამკაცრებულია, ვიდრე ეს იყო და ეს გვახსოვს მანამდე. აი თქვენ თუ ხედავთ კიდევ უფრო მეტ სიხისტეს, კიდევ უფრო მეტ გაბრაზებას და თუ კი ეს ასეა, მაშინ გითხარით, რამდენად საშიშია გაბრაზებული ევროპა. საღამოშვიდობის მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე არ ვიცი რამდენად უფრო შეიძლება გამკაცრდეს ევროპარლამენტის ტონი, რამდენადაც ევროპის პარლამენტი ის პოლიტიკური ორგანოა, რომელიც თავის თავში აკუმულირებას უკეთებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციას მიმდინარე პროცესებთან, გეოპოლიტიკურ პროცესებთან და კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით და ის პრაქტიკულად შეფასებიდან შეფასებამდე მწვავდება უბრალოდ რაღაც ეტაპზე მივიდა, სადაც შესაფასებელიც ბევრი აღარაფერია, იმიტომ რომ შეფასება შეიძლება მოხდეს იქ, სადაც რაღაც ტიპის დინამიკა შეიძლება არსებობდეს, მაგალითად ასოცირების პროცესში რაღაც კრიტერიუმები სრულდებოდეს, გარკვეული კრიტერიუმები არ სრულდებოდეს, ზოგი იყოს დისკუსიის საგანი. აქ არც დიალოგი მიმდინარეობს მხარეებს შორის, არც რაიმე ახალი კრიტერიუმების დაწესება ხდება, ამიტომ ის სიხისტე თუ ის ფორმა, რომლითაც ამასობაში ევროპარლამენტი როგორც პოლიტიკური ორგანო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას ესაუბრება, არის რაღაც როგორ ამბობენ მედიცინაში, სტაბილურად ძიმე, ხო, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ურთიერთობები არა მხოლოდ გაყინულია, არამედ ის არც ერთი რგოლი თუ კრიტერიუმი, რომელსაც ევროკავშირის ასოცირების პროცესში მყოფი კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს შემთხვევაში უბრალოდ აღარ არსებობს. ამიტომ არის რომ ლოგიკურია თქვენი კითხვა, ეს ხომ არ შეიცავს რაღაც საფრთხეებს თავად საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმ ინსტრუმენტებთან გაბრაზებული ევროპა, თქო, ასეთი იყო ჩემი კითხვის ფორმულირება, ამ კითხვას გავიმეორებ და აქვე რამდენად ეტყობა მეორე მხრივ ქართულ ოცნებას, რომ აი ამ ევროპარლამენტის და ევროპული სტრუქტურების ანგარიშების და მისი მწვავე ტონის ეშინია, კარგად ყოფილა მათი საქმე, თუ კიდევ ვერ მიხვდნენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების გამო ჩვენ არ შევიცვლით არანაირ ქცევის წესს პატრიოტულ საკითხებთან დაკავშირებით, აი ასეთია სწორედ ევროპარლამენტის მწვავე ანგარიშზე ის განცხადებები, რაც დღეს მოვისმინეთ ქართულ ოცნებაში. რამდენად ადეკვატურია ხელისუფლების რეაქცია ამ კითხვას არ დავსვა, იმიტომ რომ პასუხი ისედაც გასაგებია, ამიტომ ასე გკითხავთ, აი რამ შეიძლება ქართულ ოცნებას დღევანდელი პოზიცია შეაცვლევინოს, ანუ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ რა უნდა გაკეთდეს და მოხდეს ისეთი, რომ აი საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებული დამოკიდებულება და ისეთი ნაბიჯების გადადგმა დავინახოთ, რასაც მისგან სწორედ დასავლელი პარტნიორები ერთადერთი რამაც შესაძლოა ზუსტად ქართული ოცნების მხრიდან სიხისტე თუ არაადეკვატური პოზიციები შეცვალოს ან ამაზე გავლენა იქონიოს, არის ის თუ როგორი მდგომარეობა აქვს რუსეთს ფრონტის ხაზზე. იმიტომ რომ სამწუხაროდ მხოლოდ ამ რეალურ გეოპოლიტიკურ მოვლენას უკავშირდება ის, რასაც ეხმიანება ივანიშვილი თავის პოლიტიკით საქართველოში. ამიტომ არის რომ ჩემი აზრით სამართლიანად ივარაუდა ბევრმა, რომ მაგალითად იგივე რამდენიმე ხნის წინ სამხარაძის განცხადება იყო, რომ ჩვენ მზად ვართ რაღაც დათმობებზეც ვისაუბროთ. ევროკავშირთან ხელახალ რაღაც დისკუსიაზე თუ ჩვენი მხრიდან რაღაც ტიპის შეთავაზებაზე საუბარი ხელახლა წამოიწყეს, სწორედ იმიტომ, რომ შესაძლოა ეს პირდაპირ უკავშირდებოდეს მოცემულ მომენტში
რუსეთის შესუსტებულ პოზიციებს ფრონტის ხაზზე, სადაც შესაძლოა ივანიშვილი რაღაც ტიპის ალტერნატიულ თუ შემსუბუქებულ ფორმატს ეძებდეს დასავლეთთან ურთიერთობის. ამითვე იყო ახსნილი სამართლიანად ჩემი აზრით ამერიკასთან ურთიერთობების შერბილების რიტორიკა, რომელიც წარუმატებელი დასრულდა და შემდგომ რადგან ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება ახსენეთ, ბევრს მათ შორის პოლიტიკოსებს ეჭვიეპარებათ, რომ ქართულ ოცნებას რეალურად სურდეს ევროკომისიასთან და ევროსტრუქტურებთან დიალოგის განახლების. მაშინ რას ნიშნავს ეს განცხადება, რასაც ნიკოლოზ სამხარაძის ვისმენთ და ევროკავშირთან და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან 2-3 წლიანი ამ კონფრონტაციული პერიპეტიების შემდეგ, რა ვიცი, რა ტიპის დიალოგისთვის შეიძლება იყოს? არანაირი ტიპის დიალოგისთვის ქართული ოცნება მზად არ არის და ვერც იქნება, იმიტომ რომ ამ დიალოგს ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ კონკრეტული წინაპირობები აქვს. ეს ითქვა ვაშინგტონის მხრიდანაც და ეს ითქვა ბრიუსელიდანაც და ითქვა დედაქალაქებიდანაც. არსებობს ძალიან კონკრეტული წინაპირობები, რა შემთხვევაში შეიძლება ისინი საერთოდ დიალოგში შევიდნენ პოლიტიკურ ერთეულთან, რომლის ლეგიტიმაციასაც ბოლომდე არ აღიარებენ შესაბამისი პარტნიორები. ერთადერთი ლოგიკური ახსნა რაც შეიძლება იყოს, მე მგონი ქართულ ოცნებაზე რომ ვსაუბრობთ, იმთავითვე უზუსტოა, იმიტომ რომ ქართული ოცნება არ არის გააწყვეტილების მიმღები ორგანო, ეს არის ივანიშვილი, საიდანაც მომდინარეობს ძალიან კონკრეტული ინსტრუქციები და ივანიშვილს ამ დიალოგის რესურსი არ გააჩნია, არც უფლებამოსილება გააჩნია, არც შესაძლებლობები გააჩნია. ერთადერთი რაც მათ ინტერესში შეიძლება შედიოდეს, ვიდრე ამ ეტაპისთვის მოცემულ მომენტში გაურკვევლობაა რუსეთის მხარეს ფრონტის ხაზზე, ის ცდილობს დრო მოიგოს და აქ საქართველოსთან მიმართებით პროცესები ისე გაწევოს, რომ საბოლოო ჯამში მაინც თავისთვის სასურველ ფორმატში მოაქციოს საუბარი. გულისხმობ რას? მის ინტერესს წარმოადგენს, რომ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს მისი პირობებით, ანუ ის დარჩეს საქართველოში ერთპიროვნულ მმართველად, მან შეინარჩუნოს მმართველობის ავტორიტარული ფორმა და არ დაუბრუნდეს არ გადავიდეს დემოკრატიულ გზაზე, მაგრამ სანაცვლოდ საქართველოს მოკავშირეებს და საქართველოს მიმართ სტრატეგიული ინტერესის მქონე სახელმწიფოებს შესთავაზოს სტრატეგიული დიალოგის აღდგენა რეგიონულ საკითხებთან მიმართებით, დერეფანთან მიმართებით, ტრიპთან მიმართებით, ენერგომატარებლებთან მიმართებით, სომხეთის განახლებულ პოლიტიკასთან მიმართებით, რომელიც უშუალოდ მიმართულია საქართველოს. უნდა დავუშვათ, რომ ქართული ოცნების ეს გათვლა თუ კი მას, რა თქმა უნდა, ასეთი გათვლა აქვს, გამოვიდეს და გაამართლოს. მას ამის გათვლა არ აქვს, ეს არის ამათი სურვილია და ფაქტია, რომ ისინი ამას ცდილობენ. მთელი ბოლო, რა ვიცი, 2 წელი გადის ხო უკვე ამ პერიოდის განმავლობაში ისინი ცდილობენ, რომ აი ამ კალაპოტში მოაქციონ დისკურსი და სავაჭროდ გამოიყენონ ის გეოგრაფიული პოზიციები, რომელიც საქართველოს სავალდებულოდ გააჩნია. ივანიშვილი საქართველოს მოკავშირეებს ეუბნება, რომ ამ ქვეყნის მმართველი ვარ მე და თქვენ თუ ამ სახელმწიფოებთან კავკასიის რეგიონში ინტერესი გაგაჩნიათ, მაშინ მესაუბრეთ მე და მე მზად ვარ ვისაუბრო თქვენთვის საინტერესო საკითხებზე, როგორიც არის დივერსიფიცირებული პოლიტიკა ჩინეთთან, როგორიც არის დათმობები ირანთან, როგორიც არის გარკვეულ საკითხებზე შემხვედრი ნაბიჯების გადათქმა ენერგომატარებლებისა და დერეფნის საკითხებზე, მაგრამ მე მაცალეთ აქ მართო ეს ქვეყანა, როგორც მე მიმაჩნია სწორი, მქონდეს მიტაცებული სახელმწიფო, მართავდე ქვეყანას არადემოკრატიულად, კორუფციულად, ამაში თქვენ არ ჩაერიოთ, ადამიანის უფლებებზე პასუხს მომთხოვთ, მაგრამ გავაგრძელოთ ისეთი ურთიერთობები, როგორც თქვენ წლების მანძილზე გქონდათ ილხამ ალიევთან, როგორც დიდწილად გაქვთ თურქეთთან და სხვა ნახევრად დემოკრატიულ სახელმწიფოებთან. მაგრამ ამის რესურსი რომ არ არსებობს, ამას ცხადყოფს შედეგები, რომ პრაქტიკულად გაყინულია ურთიერთობები ვაშინგტონთან, მიუხედავად არაერთ გზის ცდელობისა, ფორმალური, არაფორმალური მედიაციით, ლობისტებით და ასე შემდეგ. და პრაქტიკულად შეუქცევად და უარესდება ურთიერთობები ევროკავშირთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს გეოსტრატეგიული ინტერესები ევროკავშირს ძალიან მკაფიოდ აქვს გამოხატული და გამოჩნდა, რომ სომხეთში დიდი ინტერესია. მეტიც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის და ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების დასანქცირების მნიშვნელობაზე საუბრობს და აი მოდით ახლა უკვე ვისაუბროთ იმაზე, რა მსვლელობა შეიძლება მიეცეს ევროპარლამენტის ანგარიშს და უკვე იქ დაფიქსირებულ კონკრეტულ მოწოდებებს
მიტოვებებს, მათ შორის მოწოდებას ევროკავშირისადმი, სწორედ იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის თუ ქართული ოცნების სხვა ლიდერების, ასევე მოსამართლეების, პროკურორების მიმართ დაწესდეს მიზნობრივი სანქციები. მეტიც ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს გაყინოს ბიძინა ივანიშვილის აქტივები და ამ საკითხზე ითანამშრომლოს გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. აი რა შანსია იმის, რომ სანქციების საკითხს სრულობა მიეცეს. ეს არის პოლიტიკური დეკლარაცია, კიდევ ერთხელ ამბობ, ეს არ არის აღმასრულებელი ორგანო ამ თვალსაზრისით, მაგრამ ეს არის პოლიტიკური სარჩული იმისა, თუ როგორ იგმოქმედებენ მერე აღმასრულებელი ორგანოები, თუ ეს გადაწყვეტილებები იქნება მიზანშეწონილად მიჩნეული და ეს პოზიცია, რომ მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული, ამას ცხადყოფს ის, რომ ევროპარლამენტი საკმაოდ ერთსულოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად დედაქალაქებიდან ნაკარნახევი მანდატის ფარგლებში მოქმედებენ. აქამდე სანქციების თემა დიდწილად შეფერხებული იყო, იმიტომ რომ უნგრეთს ჰქონდა განსხვავებული პოზიციები, მას შემდეგ რაც უნგრეთში შეიცვალა პრორუსული ხელისუფლება პროევროპული ხელისუფლებით, ახლა მეტი შანსი არსებობს იმისა, რომ ამ სანქციების საკითხს კი ხელახლა დაუბრუნდეს ევროპარლამენტი, კი არა და დაუბრუნდა იმ იმედით, რომ აღსრულების უფრო ეფექტური გზებიც იქნება. ეს არის პირველ რიგში პოლიტიკური განაცხადი იმისა, რომ ჩვენ ივანიშვილთან დიალოგში არათუ არ შევალთ, არამედ ფუნდამენტურად ვამწვავებთ ჩვენს ურთიერთობებს, ვიდრე ეს მოცემულობები ძალაშია, რომელიც ადგილზე არის საქართველოში და ამავდროულად რეალურად შესაძლოა იქონიოს უკვე აღსრულების ეტაპზე გავლენა, იმიტომ რომ თავად ევროკავშირსაც ახლა უნგრეთის შემდეგ შესაძლოა მეტად ხელი კონდეს გახსნილი რეალურად აამოქმედოს ის ბერკეტები, რომელსაც მას ზეწოლის ბერკეტებად შეუძლია რომ გამოიყენოს. კეთილი, კიდევ ერთი ევროპარლამენტის მიერ გუშინ დაამტკიცებული ანგარიშის კონტექსტში ევროპარლამენტი აფრთხილებს ქართულ ოცნებასაც და მთლიანად ქვეყანასაც, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შესაძლოა მთელი მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება გამოიწვიოს, რაზეც მათივე შეფასებით ევროპული ინსტიტუტის შეფასებით სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას დაეკისრება. აი ჩვენს ხელისუფლებაში პირიქით გვესმის, რომ თუ კი ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებამდე, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებამდე მივა, ამაზე ბრიუსელი იქნება პასუხისმგებელი, იქიდან გამომდინარე, რომ სტანდარტები, რითაც ის საქართველოს უდგება, არის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული, ანუ ორმაგი და ჩვენს ქვეყანას უყურებენ როგორც მეორე ხარისხოვან ერს, რომელსაც არ უნდა კონდეს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის ამბიცია. აი ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ კი საქმე მაინც მივა უვიზო რეჟიმის გაუქმებამდე, ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი და მეორე მხრივ, როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია შეიძლება კონდეს ამაზე თვითონ საქართველოს მოსახლეობას? საქართველოსა და დასავლეთ შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები შეიცვალა, დამძიმდა და ამ სტადიამდე მივიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილის პირობებში საქართველოს შეიცვალა საგარეო ვექტორი. ივანიშვილის პირობებში უარი ითქვა ასოცირების პროცესზე, ივანიშვილის პირობებში უარი ითქვა დემოკრატიაზე, ივანიშვილის პირობებში უარი ითქვა ადამიანის უფლებების დაცვაზე და ივანიშვილის პირობებში უარი ითქვა ოკუპანტთან არ თანამშრომლობაზე და დასავლეთის წინააღმდეგ გალაშქრებულ რუსეთისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე, ისევე როგორც ივანიშვილის პირობებში ძალიან კაფიო პოზიციები ჩამოყალიბდა, რომ დასავლეთის მტრებთან საქართველო ნებაყოფლობით და სტრატეგიულად ითანამშრომლებს. შესაბამისად, იმ თავით განსაკუთრებული ლოგიკური წიაღსვლებიც არ ჭირდება გამოვიცნოთ, რამ გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება და რამ მიიყვანა ქვეყანა ასოცირების პროცესის შეჩერებამდე. საპასუხო რეაქცია არის სრულიად არამხოლოდ ლოგიკური, არამედ მექანიკური, იმიტომ რომ თუ ქვეყანა ასოცირების პროცესში აღარ იმყოფება, მაშინ ასოცირების ინსტრუმენტებიც ძალაში ვეღარ იქნება. ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს დაუწესდა როგორც ევროკავშირში ასოცირების პროცესში მყოფ ქვეყანას და ხალხს, რომელსაც მიეცა შესაძლებლობა, რომ
ასოცირების ინსტრუმენტები გამოიყენოს დაახლოვებისთვის, მეტი ინტეგრაციისთვის, სწრაფი ინტეგრაციისთვის, ეკონომიკურ ბაზართან უკეთესი შეხებისთვის, საგანმანათლებლო ბაზართან უკეთესი შეხებისთვის. ანუ ეს ვიზა ლიბერალიზაცია იმიტომ კი არ დაწესდა, რომ ხალხმა თავისუფლად იმოგზაუროს. არამედ დაწესდა იმიტომ, რომ მათ თქვეს, რომ ქართველი ხალხი პირველ რიგში არ წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირისთვის და ჩვენ შეგვიძლია რომ საზღვრები გავხსნათ და მეორე ვინაიდან ჩვენ საქართველოს ევროკავშირში მივიღებთ, ამისთვის საჭიროა რომ ხალხებს შორის დაახლოება მიმდინარეობდეს სხვადასხვა სფეროში. ამ მიზანს ემსახურება ვიზა ლიბერალიზაცია. ანუ ეს მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი არ არის, ეს არის ძალიან კონკრეტული ინსტრუმენტი, როდესაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი გააჩნია და ასოცირების პროცესში. ახლა თუ აღარ არსებობს ასოცირების პროცესი არანაირად, მაშინ ბუნებრივია, რომ ჯერ ერთი საფრთხე მატულობს იმ ქვეყნიდან, რომელიც დემოკრატიის უკუსლას განიცდის, რომ შესაძლოა არალეგალური მიგრანტების ნაკადი გაიზარდოს, რაც საფრთხეს უქმნის ცალკეულ სახელმწიფოებს და მათ საიმიგრაციო პოლიტიკას და ამავდროულად აზრს კარგავს ის ვიზა ლიბერალიზაციის მექანიზმი თავისთავად. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ვისაც კი რაღაც რესურსი გაგვაჩნია, რომ ამ საკითხს ლობირება გაუწიოთ ბრიუსელში, რასაკვირველია, ყველა გაერთიანებული ძალებით ვცდილობთ, რომ აქამდე არ მივიდეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამას იმსახურებს, მაგრამ ეს არ იქნებოდა სამართლიანი ქართველი ხალხის მიმართ და შემდგომ ამ პროცესის აღდგენა ძალიან რთული იქნება. ამიტომ იმედი არ მივაკავ. კიდევ ერთი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორჯერზე დაიბარა უწყებაში საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი და ეს ამბავით შევაფასოთ, გარეთ უორდს ამჯერად განმარტებების გაკეთება მოუწია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ახალ პაკეტს შეეხებოდა, თუმცა საელჩო ამ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ სასანქციო პაკეტში მოხდა ხომალდი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში თებერვალში, 2026 წლის თებერვალში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა. აი, როგორ ფიქრობთ, რატომ გაუსვა ბრიტანეთის საელჩომ მის განცხადებაში ამ ამბავს ხაზი, რამდენად საჭირო იყო ამის გაკეთება და შესაბამისად, აი, ოფიციალურ თბილისს ამ შემთხვევაში ხომ არ ქონდა საკმარისი საფუძველი, რომ ბრიტანელი დიპლომატისთვის განმარტებები მოეთხოვა. ძალიან გამოკვეთილ და ღია პოლიტიკას წარმოადგენს დასავლეთის, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის სანქცირებული კომპანიებისთვის, სანქცირებული ტვირთისთვის რაიმე ტიპის ხელსაყრელი პირობების შექმნის საკითხი. ანუ მათთვის ეს არის პირდაპირ დაპირისპირების საკითხი და არაერთხელ ითქვა, არაერთხელ გაცხადდა, მათ შორის სამართლებრივ დოკუმენტებში აისახა, რომ ყველა სახელმწიფო უწყებას და ყველა ცალკეულ კერძო თუ სახელმწიფო კომპანიას მათ მიმართ შესაბამისი დამოკიდებულება გავრცელდება, თუ ისინი შემჩნეული იქნებიან სანქცირებული კომპანიებისთვის და სანქცირებული ტვირთისთვის ხელშეწყობაში. თუმცა ქავტონინო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ იმავე დღეს უპასუხა დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას და როგორც განმარტა, გემი როცა ის შევიდა ყულევის ნავსადგურში, ანუ 2026 წლის თებერვალში, არ იყო სანქცირებული, ამიტომ სააგენტოსთვის და მთლიანად საქართველოს ხელისუფლებისთვის გაუგებარია რა მიზანს ემსახურებოდა გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებაში საქართველოს ხსენება. აი მართლაც რა პასუხი შეიძლება არსებობდეს კითხვაზე, რა მიზანს ემსახურებოდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ საქართველოში იმ გემის შემოსვლის ხსენება, რომელიც იმ დროს არ იყო სანქციების ქვეშ. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ დეტალურ ინფორმაციას ამ საკითხზე არ ვფლობთ, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდი ბრიტანეთის ოფიციალური განცხადება არავითარ შემთხვევაში არ გაკეთდებოდა შესაბამისი მოკვლევის გარეშე. მათ რომ არ ქონდეთ სათანადო მტკიცებულება ხელთ იმის სამტკიცებლად, რომ ეს საკითხი უნდა მოხვედრილიყო შესაბამის განცხადებაში, მაშინ ამ განცხადებას ისინი საერთოდ არ გაავრცელებდნენ. განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის და განსაკუთრებით ეს საელჩო და მისი წარმომადგენელი ელჩი გამოირჩეოდა აქამდე განსაკუთრებული სიფრთხილით ქართულ ოცნებასთან მიმართებით და ალბათ ერთ-ერთი ბოლო ელჩი იყო, ვინც იმედს არ კარგავდა ჩემი გადმოსახედიდან,
რომ შესაძლოა კიდევ რაღაც ტიპის თანამშრომლობა შესაძლებელი ყოფილიყო ქართულ ოცნებასთან. მე გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობას, რომ საელჩოს მიერ გაკეთდებოდა განცხადება და საელჩო არ აკეთებს განცხადებას დედაქალაქთან შეთანხმების გარეშე, რომელიც არ ეფუძნება შესაბამის მტკიცებულებას და მოკვლევებს. საბოლოო ჯამში ალბათ განიმარტება თვითონ მისი პოზიცია ალბათ დაფიქსირდება იქ ადგილზე შეხვედრისას, მაგრამ შეუძლებელი მიმაჩნია, რომ არადაზუსტებული ინფორმაციის საფუძველზე გაკეთებულიყო ასეთი განცხადება. ეთილი, ბევრი დრო არ დაგვრჩა, ამიტომ მხოლოდ ქართულ ოცნებაზე რომ არ ვისაუბროთ, ბოლოსკენ უკვე გვითხარით და გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება ქართულ ოპოზიციურ სპექტრზეც, მით უფრო რომ არანაკლები შენიშვნები და კრიტიკა ისმის არა მხოლოდ ქართული ოცნების, არამედ სწორედ ოპოზიციური ძალების მისამართითაც, შესაბამისად, აი საინტერესოა თქვენი აზრი, როგორ გამოიყურება დღევანდელი ოპოზიცია და რამდენად პოზიციონირებს ისე, როგორც ეს არ ვიცი, დღევანდელ სიტუაციაშია საჭირო და აქვე კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებსაც როგორ უყურებთ, ესეც საინტერესოა, გამომდინარე იქიდან, რომ წლების წინ თქვენს ამ პარტიას წარმოადგენთ. აი რა სიტყვით მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარის შეცვლის საჭიროებასაც ხედავს და როგორც ჩანს ამ პოზიციაზე თინა ბოკუჩავას სავარაუდოდ ჩაანაცვლებს ნანუკა ჟორჟოლიანი. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პარტიას ძირეული ცვლილებები სჭირდება, იმისთვის, რომ თავიდან აღსდგეს. აი განახლების რა შანსი შეიძლება გქონდეს ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ ამას ბევრი ძალიან სკეპტიკურად უყურებს. კი ბატონო, ორ ნაწილად გავყოფ თქვენს კითხვას. პირველი კითხვა, როგორ გამოიყურება ზოგადად ოპოზიციური სპექტრი და ოპოზიციური სპექტრი საიდუმლოც არ წარმოადგენს, რომ გამოიყურება მთლიანობაში ძალიან სუსტად. ამას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ქვეყანაში, სადაც ოლიგარქია მმართველობს 14 წლის განმავლობაში, რომელიც პრაქტიკულად აკონტროლებს ყველა რგოლს სახელმწიფოში, იქ ძალიან ძნელია, რომ დამოუკიდებელი გამართული ოპოზიცია გამართულად ფუნქციონირებდეს და რეალურად სახალხო მანდატით სარგებლობდეს იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად შეუძლებელია დიალოგის წარმოება, შეხვედრების წარმოება, დაფინანსების მიღება, გამჭვირვალე დაფინანსების წყაროების ქონა და ნორმალური პოლიტიკური პროცესის წარმოება და იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები არიან ციხეში, არიან დევნის ქვეშ, არიან დევნილობაში და ეს არის წლების მანძილზე მოცემულობა საქართველოს შესმა არ დაწყებულა გუშინ და გუშინ წინ და არც მხოლოდ უკრაინის ომის შემდეგ ეს დაიწყო 2012 წლიდან და 2012 წლიდან ოპოზიციური სპექტრი არის აქტიური დევნის ქვეშ. ამიტომ ეს არის ობიექტური გარემოება, რომ ამ პირობებში ძალიან რთულია ორგანიზაციული და ორგანიზებული წარმატება გქონდეს. ეხლა სუბიექტურ მიზეზებს რაც შეეხება, რასაკვირველია ოპოზიციურ ცალკეულ პარტიებს თუ ალიანსებს თუ ცალკეულ პოლიტიკოსებს თავისი წვლილი აქვთ იმაში, რომ ეს პროცესები ბოლომდე ისე არ მიდის, როგორც თუნდაც ამ პირობებში იქნებოდა შესაძლებელი, რომ მიმდინარეობდეს ხალხის და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ამაში ჩემი გადმოსახედიდან დიდწილად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ქართულ პოლიტიკურ პარტიებში არ არსებობს დემოკრატიული პროცესი. ქართულ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვს შიდაპარტიული დემოკრატია. ეს არის თემა, რომელზეც ჩემი ორგანიზაცია წლებია მუშაობს. ეს არის თემა, რომელიც სრულფასოვნად არის გამოკვლეული და ეხება ყველა პოლიტიკურ პარტიას. როგორც სახელმწიფო პარტიებს, ისე ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ პრობლემას, როდესაც პარტიებში არის დემოკრატიის ნაკლებობა, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ოპოზიციური პარტიებისთვის, იმიტომ რომ დემოკრატიის გარეშე ვერ ხერხდება ამ პარტიების ვერც განახლება, ვერც ახალი ელექტორალური ზრდა. გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი. ამ პარტიებშიც გადაწყვეტილებები არ მიიღება დემოკრატიული გზით. ანუ ამ პარტიებში იმ ფორმით არ ხდება პარტიის წევრების ჩართულობა, რომელიც მას შესაძლებლობას მიცემდა, რომ განაახლოს, რომ შეინარჩუნოს თავისი ამომრჩეველი, გაზარდოს საამომრჩევლო ავზი და შექმნას პროგრესული პლატფორმა. და ეს პრობლემას წარმოადგენს იმდენად, რამდენადაც იმისთვის, რომ პარტიამ საერთოდ განახლება შეძლოს, იმისთვის, რომ პარტიამ შეძლოს მომავალში ან ეროვნულ დონეზე წარმატება იქონიოს, ცალკე პარტია, როგორც იმართება პარტია, ის არის იმ პარტიის სახე, როგორ მართავს ის მე სახელმწიფოს, თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებს. შესაბამისად, კანდიდატები უნდა შეირჩეოდნენ და მე რომ ვიყო პარტიის წევრი, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, კანდიდატს ვარჩევდე უნდა არა ჩემი პრეფერენციების მიხედვით, ვინ უფრო ახლობელია ჩემი, არამედ იმის მიხედვით, ვინ შეძლებს, რომ ჩემს პარტიას გამარჯვება მოუტანოს ეროვნულ დონეზე
და რაც შეიძლება მეტი ხმა და წარმატება იქონიოს არჩევნებში. და ამით გადავალ ნაციონალურ მოძრაობაზე, რომელიც არის რეალურად ელექტორალური თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი პარტია, რომელმაც მთელი ამ წლების და მთელი ამ რეპრესიების მანძილზე ობიექტურად შეძლო თავისი ამორჩევლის შენარჩუნება. მიმდინარე პროცესებიც გიტოვებთ იმ შტაბ-ბიჭებას, რაზეც საუბრობთ, რომ აქაც პირდაპირ რასაკვირველია განახლება ახლა არ ხდება. პარტია რომ განახლება საჭიროებს საფუძველზე და გაწყვეტილებას იღებს ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი. მე ასეთ ყოველდღიურ პროცესებში იქ ჩართული აღარა ვარ დიდი ხანია, მათ შორის აღარა ვარ სწორედ იმიტომ, რომ დემოკრატიის ნაკლებობის გამო მე იქ ჩემი თავი არსებითად ვეღარ დავინახე, მაგრამ ვგულისხმობ იმას, რომ ნებისმიერ პარტია რომ განახლება საჭიროებს, ამაში ორი აზრი არ არის. ნებისმიერი პარტია პერიოდულად განახლება საჭიროებს, მით უმეტეს პარტია, რომელიც ებრძვის ოლიგარქს და ებრძვის რუსეთს მეორე მხარეს, რასაკვირველია იქ მუდმივ განახლება უნდა მიმდინარეობდეს. თავმჯდომარის არჩევნებში არაფერი განსაკუთრებული არ არის და რამდენადაც მე ვხვდები, 2 წლიანი ვადა ამოიწურა ისედაც ფორმალურად და ისედაც უწევთ ვადიანი არჩევნები და უნდა ჩატარდეს ბუნებრივად, მაგრამ შედეგი მთლიანად დამოკიდებული იქნება რამდენად ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე და დემოკრატიული, იმიტომ რომ მხოლოდ ეს განსაზღვრავს რეალურად მოქმედი ლიდერშიპის მანდატს, რამდენად ისინი თავის პარტიის ინტერესებში მოქმედებენ და მე ახლა მათ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, იმიტომ რომ ოლიგარქთან ბრძოლაში ყველას გვჭირდება ძლიერი ალტერნატივა. მადლობა ქავტონინო სტუმრობისთვის. დღეს სამით დაგემშვიდობებით. ნინო კალანდაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა კი პოლიტიკოსების შეფასების დროა. სტუდიას ვუთმობთ ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ დავით უსუფაშვილს, რომელიც სხვათა შორის კარგა ხანია ჩვენი სტუმარი არ ყოფილა, შესაბამისად მასთან სასაუბრო ნამდვილად დაგუგროვდა. ქართული ოცნების ურთიერთობა ევროპელ პარტნიორებთან, ქართული ოცნების ურთიერთობა ამავე დროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, საინტერესოა ის გამოწვევებიც, რაც თავის მხრივ ოპოზიციურ სპექტრს აქვს, ამიტომ როგორ გამოიყურება ოპოზიცია, ესეც ჩვენი საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება და შეგვიძლია კიდეც დავიწყოთ. დავით უსუფაშვილი უკვე შემოგვიერთდა. გამარჯობა ბატონ დავით და მადლობა რომ გვესწრებთ. საუბრობს. ბატონ დავით, აი რამდენიმე თვე არ ყოფილხართ ჩვენი სტუმარი, ამასობაში კი სასაუბრო ბევრი დაგროვდა, თუმცა ხვების სტუმარიც ვერ ვიყავი. კი ბატონო, თუმცა აი ვიდრე კონკრეტულ საკითხებზე გადავიდოდეთ და კონკრეტულ საკითხებს მოვიხილავთ, იქამდე პირველი კითხვა ზოგად კონტექსტში მინდა დააგისვათ, აი გადავხედე და მართლაც დეკემბერში ვსტუმრობდით ბოლოს, მას შემდეგ კი გავიდა 9 წელზე მეტი, ამ დროის განმავლობაში კიდევ უფრო ღრმა კონფრონტაციაში შევიდა ქართული ოცნების ურთიერთობა ბრიუსელთან, არ ჩანს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ასე ვთქვათ, დიდი პერსპექტივა ამერიკასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ისე როგორც არც ქვეყნის შიგნით გადადგმულა კონკრეტული ნაბიჯები პოლიტიკური კრიზისის განმოხტვის მიმართულებით. შესაბამისად, პირველ რიგში გითხარით, როგორ გამოიყურება ჩვენი ქვეყანა, რაც უფრო მეტი დრო გადის და აი ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დამძიმებულია თუ მიუხედავად ყველაფრისა შეგვიძლია ვთქვათ და მაინც ჩანს კონტურები, რომელიც აი გვაფიქრებინებს, რომ სიტუაცია დალაგებისკენ ჯერჯერობით თუ არ მიდის, მალე შემოbrunდება. ქვეყანა სტაბილურად მძიმე ვითარებაშია. ანუ ჯობია ეს ტერმინები ვიხმაროთ, იმიტომ რომ სახელმწიფოებრივი ცხოვრება, პოლიტიკური ცხოვრება დაახლოებით ისეთ კონდიციაშია, როგორც ავადმყოფს ეიტყვიან ხოლმე, როდესაც რეანიმაციულ განყოფილებაშია და სტაბილურად მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. ეს შეეხება ქვეყნის სახელმწიფო სისტემას, არა ხალხს ერს, რომელიც მძიმე ვითარებაში ამ ყველაფრის გამო, მაგრამ მას არენესიამაციო არაფერი აქვს. ხელისუფლება სამწუხაროდ დიდი ხანია უკვე შეუქცევადად დაადგა საკუთარი თავის და ქვეყნის ჩიხში შეყვანის გზას. ამ ჩიხიდან ხალხს გამოსავალი ექნება ადრე თუ გვიან, ორ კვირაში თუ ორ თვეში, თუ ერთ წელიწადში. ქართული ოცნებას აქედან გამოსავალი არ აქვს. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რომ ყოველი მორიგი ხელისუფლება თუ ხელისუფალი ასე ამთავრებდეს თავის რაღაცა პერიოდს. ეს 2 წელი იქნება პირველ შემთხვევაში თუ 12 თუ 9 თუ 14. ამას არ აქვს საშუალება, უბრალოდ მოვლენათა განვითარების ეს სცენარი როგორმე უნდა დავასრულოთ. მაგრამ სამწუხაროდ ოცნებამ
მოისპო ეს გზა და ხო, ქვეყანას მხოლოდ პრობლემებს უქმნის, გამოსავალს ვერ ნახულობს. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში, ჩვენს რეგიონში სრულად უნიკალური ვითარება შეიქმნა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციისთვის, ჩვენი გაძლიერებისთვის, მათ შორის უსაფრთხოების ქოლგის გაძლიერებისთვის უნიკალური ვითარება შეიქმნა მას შემდეგ, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის და სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებში გარდამტეხი ცვლილებები მოხდა, რომელსაც შეერთებული შტატები მისი დღევანდელი ადმინისტრაციით, რომელიც სრულად განსხვავებული ადმინისტრაცია თავისი პოლიტიკით, პრეზიდენტი თავისი პრიორიტეტებით და ასე შემდეგ, არის მოცემულობაა და ასეთ მოცემულობაში ჩვენნაირმა ქვეყნებმა რაც შეიძლება მეტი ხეირი უნდა ნახონ და ეს გამოჩნდა, ხო, ამის მიუხედავად ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება ამ პროცესებიდან გათიშულია. მე რატო დავაკავშირე ეს ორი თემა ერთმანეთთან? მექმნება სრულად დასაბუთებული განცდა იმის შესახებ, რომ ოცნების ხელისუფლების იმ რაღაც ძალიან ვიწრო წრეში, სადაც ძირითადი გადაწყვეტილება მწიფდება, ასე მსჯელობენ, რომ აი ტრამპი ხომ ევროკავშირთან გარკვეულ კონფრონტაციაშია, ნატოსთან ხო რაღაც ურთიერთობები საკმაოდ ისეთია დაძაბულია, ცალკეულ ქვეყნებთან, კანადასთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, მათ ლიდერებთან ხომ ესეთი ურთიერთობა აქვს. ვაუ, ეს ის ვითარებაა, როცა ჩვენ თუ კიდევ უფრო მეტად ანტიევროპული გავხდებით, ამითი მას გაუგზავნით მესიჯს, რომ აი ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ ევროპის და ასეთი ევროპის. აი ამ დონის სამწუხაროდ, ამ დონის მსჯელობაც არაა გამორიცხული მათი მხრიდან, როდესაც იმის ნაცვლად, რომ რაღაც გამოსავალს ეძებდნენ ევროპასთან ურთიერთობაში, ევროპულ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, პირიქით მეტად და მეტად ძაბავენ ურთიერთობას. ისევ და ისევ, აი ამ ბავშვური გათვლებით, რომ იქნებ ტრამპს ამითი მაინც მოაწონონ თავი. არ იმუშავებს, ანუ ქართული ოცნების პოლიტიკა, ამას ამბობთ რა, მოდით აი განვაგრძოთ ამერიკასთან ურთიერთობების პერსპექტივაზე საუბარი. დიდი მოლოდინები ჰქონდა ქართულ ოცნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ურთიერთობები შეიცვლებოდა, დაიწყებოდა ახალი ფურცლიდან, თუმცა ტრამპის გაპრეზიდენტებიდან წელიწად ნახევარზე მეტი გავიდა და ვხედავთ რას, მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას დიდად არ ეტყობა აღფრთოვანება, რომ აი ამ შეხვედრების შედეგებით კმაყოფილია. შესაბამისად, ბატონ დავით, აი რა შანსი აქვს მართლ პარტიას, რომ ვაშინგტონთან ასე ვთქვათ დალაგდეს და ამერიკა მიიღოს ისეთი როგორიც არის, ანუ მისი პოლიტიკით, რომელიც ბევრს არ მოწონს ქვეყნის შიგნით, ქართულ საზოგადოებას გულისხმობ, ისე როგორც არ მოსწონთ დასავლელ პარტნიორებს. შეერთებულ შტატებთან ურთიერთობასაც შეეხება, მოდი ამავე ქართული ოცნების სახელისუფლებო პერიოდის პირველი წლები გავიხსენოთ. რა სტანდარტზე და რა სიმაღლეზე იყო ურთიერთობა და სადამდე დაეცა ეს ურთიერთობა და ახლა ამ სრულად ფსკერზე დაცემული ურთიერთობების ფონზე 1-2 შეხვედრა რაღაც დონეზე უკვე დიდ ზარზეიმად მიაჩნიათ. პირველი 4 წლის განმავლობაში 2012-16 წლებში საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ყველა მიმართულებით ავიდა უმაღლეს დონეზე. ეს იყო სამხედრო, ეს იყო პოლიტიკური, ეს იყო საგანმანათლებლო, ეს იყო დახმარების პროექტები, სხვადასხვა მიმართულებით, სოფლის მეურნეობისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის და ასე შემდეგ. და ურთიერთობები მათთან, ესე იგი, რა ვიცი, მე პირადად წელიწადში ორჯერ მაინც ჩავდიოდი ვაშინგტონში, ხვდებოდი პარლამენტში მიმართ ქვედაპალატის სპიკერს, ქალბატონი ნენსი პელოსი იყო მაშინ და ურთიერთობა ჰქონდა უმაღლეს დონეზე, კიდევ მეორე კომიტეტის თავმჯდომარის საშუალებით. ახლა ესენი სადღაც დერეფანში რომელიმე კონგრესმენს გადაეყრებიან, სურათს გადაიღებენ და აი ხო დათბა ურთიერთობაო. დათბა კი არა, ხო, შეერთებული შტატები სამწუხაროდ საქართველოს უყურებს და ხედავს, რომ არის 200-ზე მეტ გაეროს წევრ ქვეყანაში ერთ-ერთი და შეერთებულ შტატებს ყველასთან აქვს ურთიერთობა ორი სამი სახელმწიფოს გარდა მსოფლიოში. ამიტომ ახლა ურთიერთობა დათბა და გათბა, ეს ახლა ვინ შეიძლება დაიჯეროს, ეს ერთი, მეორე, სადაცაა ახალი საპრეზიდენტო არჩევნების სტარტი იქნება ნოემბერში, როდესაც
შუალედური არჩევნები ტარდება კონგრესის, მოგეხსენებათ 2 წლით ადრე უკვე მე იწყება ახალი პრეზიდენტის არჩევნებზე საუბარი და ვინ იქნება მომავალი. ანუ ის დრო, როდესაც ახალ მთავრობასთან, ახალ ხელისუფლებასთან, რაღაცა ახალი, სერიოზული, დიდი ურთიერთობები და პროექტები შეიძლებოდა დაწყებულიყო, გასულია, იმიტომ რომ ბევრი რამის გამო. ახლა ოფისში შემავალ პრეზიდენტ ტრამპს ჰქონდა უამრავი იდეა და არანაირი თავის ტკივილი. ახლა თითქმის 2 წლის განმავლობაში უამრავი თავის ტკივილი დაემატა, იმიტომ რომ იქით ერთ-ერთია ირანის თემა, იქ უკრაინა-რუსეთის თემის მოუგარებლობა, იქ უამრავი სხვა შიდა პრობლემები და ასე შემდეგ. ამიტომ ახლა საქართველოს ახლა ბევრს ჯერ კიდე ასე შეჯერა, რომ ჩვენ ვართ ის იმ ტიპის წილხვედრი ქვეყანა, რომელიც გადარჩება ყველა რო დაიღუპება, იმიტომ რომ არავინ არ არის ამ ქვეყანაში და ასე შემდეგ. მაგრამ ეგ არ არის. ეს საქართველოს ჩვენ ვართ ის, რაც ვართ მთელი მსოფლიოს. ამიტომ უნდა იყო ძალიან თანმიმდევრული, ძალიან აქტიური. საქართველოს საელჩოში წლების განმავლობაში უბრალოდ არაფერი არ ხდებოდა. არც არავის ეძახდნენ, არც კულტურულ ღონისძიებაზე, არც არ ესწრებოდნენ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს თვითიზოლაცია, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირი ჯდება. ამ ყველაფრის შემოbrunება არის უკიდურესად რთული, მაგრამ უნდა შემოვაბრუნოთ. ეს არ უნდა შანსი და პერსპექტივა არ უნდა დაიკარგოს. აი როგორ უნდა შემოვაბრუნოთ, ბატონო დავით, ამაზეც ვისაუბრებ, თუმცა იქამდე ბრიუსელთან ურთიერთობაზეც მინდა ჩაგეკითხოთ. ალბათ არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ქართული ოცნება ღრმა კონფრონტაციაში იმყოფება ევროპელ პარტნიორებთან, რასაც შედეგად ახლავს პერიოდულად მწვავე რეზოლუციების და ანგარიშების მიღება, იცით რომ გუშინაც ევროპარლამენტმა სწორედ ამგვარი მორიგი მწვავე ანგარიში მიიღო საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, სადაც ძალიან მძიმე ჩანაწერებს ხედავთ ქართული ოცნების მისამართი. აი რითი დასრულდება, როგორ ფიქრობთ, უკვე ქართული ოცნების და ბრიუსელის აი ეს პოლიტიკური ურთაბრძოლა და საბოლოოდ ვისი აჯობებს? ხო, სამწუხაროდ ოცნება ისე ლაპარაკობს, რომ თითქოს მართლა საკითხი ასე დგას, ვისი აჯობებს, ხო? აი, იმიტომ რომ ხო ასე ლაპარაკობენ. იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ აი ჩვენ რომ ევროპა წარმოგვიდგენია, ისეთი რომ გახდება ევროპა, მაშინ მასთან ურთიერთობას გავაგრძელებთო. ანუ თურმე საქართველოს აქვს სტანდარტები თავისუფლების, სამართლიანობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის, მშვიდობის, ეს საქართველოს უჭირავს ხელში ეს სტანდარტები და ისინი დიდმა ბრიტანეთმა დემოკრატია ჩამოშალა, ხო? გამოგვიცხადეს, რომ აი რო დაასანქცირეს ჩვენი ლიდერი, ამით ბრიტანეთის დემოკრატია ჩამოიშალაო. გერმანია ხო სადაცაა წაიქცევა და ფეხზე ვეღარ დადგება. აი ხო ეს ხდება, აქ ხო ეს ხდება. ახლა ეს ყველაფერი სინამდვილეში სადამდე დაიყვანება. ცხოვრებაში აი ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს აქვს ეს ინსტინქტი. მე ადამიანს უკვე რაღაცა გააზრებული არჩევანის თავისუფლება აქვს და აქედან გამომდინარე არჩევ უყურებ გარშემო და უყურებ ეს არის მოყვარე, ეს არის კომფორტი, ეს არის მოწინააღმდეგე, აქ არის მტერი, აქ არის ხიფათი და ასე შემდეგ. ახლა რომ მოვდიოდი თქვენსკენ წვიმდა და 2-3 ადგილზე მაღაზიის ქვეშ შევეფარე, ცოტა გადმოხურული რომაა. იმიტომ რომ აი აქ ჩემთვის არაკომფორტული გარემო იყო, იმიტომ რომ წვიმდა. იქ შევეფარე და მშრალი იყო. ადამიანები და საზოგადოებები და ქვეყნები ასე იყურებიან გარშემო და არჩევენ იმ საურთიერთობო, საპარტნიორო სახელმწიფოებს, რეგიონებს, თემატიკას, სადაც თავს კომფორტულად გრძნობენ. ახლა ჩვენი ხელისუფლება რას ამბობს? რომ ჩვენ ყველაზე არაკომფორტულად გრძნობთ თავსო ევროპელ კოლეგებთან ურთიერთობაში, ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში. ისინი არიან სახელმწიფოს მტრები. ნახევარი საქართველოს გააგენტეს და სახელმწიფოს ქართული ერის ინტერესების წინააღმდეგ გამუშავებენ. ესე იგი, ევროპა, ეს არის მტერიო, ეს არის ადგილი, სადაც წვიმს, სეტყვა და ამას უნდა განერიდო. აჰა, მაშინ სად უნდა წახვიდე? ამერიკაც ასეთია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის იმედი ჰქონდათ, ახლა იმას ლაპარაკობენ, რომ ისიც ჯერ კიდევ deep state-ის წვეობაში თუ რაღაც უბედურებაში. ანუ არჩევანი მათ ასე გააკეთეს. იმის საპირისპირო, რომელიც საქართველოს ქართველ ერს, მოდი ასე ვთქვათ, კულტურულად დიდი ხანია გაკეთებული აქვს, იმიტომ რომ როდესაც ევროპაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვლაპარაკობთ მე ყოველ შემთხვევაში და ჩვენ გერმანელებზე, ბრიტანელებზე, საფრანგეთზე, ფინეთზე, ჩვენ ვლაპარაკობთ ღირებულებებზე, როგორი გვინდა რომ იყოს ჩვენი მომავალი, როგორ ხალხთან ურთიერთობაში, იქ სადაც კანონის უზენაესობა დამკვიდრებულია,
მაშინ ევროპაა ყველაზე წინ. იქ სადაც მშვიდობაა გარანტირებული 10 წლეულების განმავლობაში, არც ერთ ევროკავშირის ქვეყანას, არც ერთ სხვა ევროკავშირის ქვეყანასთან ომი არ მოწარმოებია. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს იმას, რომ არა მარტო ერთმანეთს აღარ ეომებიან, არამედ სხვაც ვეღარ უბედავს, რომ ვინმეს მეომოს. ნატოზე რომ არაფერი. დიახ, აქ უნდა ჩაგეკითხო ბატონ დავით, ბრიუსელი როგორც მტერი, აი ბოლო კვირების განმავლობაში და ამაზე აი თქვენს მსგავსად სხვა პოლიტიკოსები და ანალიტიკოსებიც სვამენ აქცენტს, ქართული ოცნების ლიდერები საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე ახალი ტიპის, აი თითქოს ახალი ტიპის რიტორიკას და გზავნილებს ავითარებენ, თუ კი აქამდე ევროკავშირის კრიტიკის ფონზე და ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტის მიუხედავად გვესმოდა განცხადებები, რომ ქვეყანას კურსი არ შეუცვლია და ისევ ევროინტეგრაციის ევროპული ოჯახისკენ მივდივართ, აი უკვე ღიად ვისმენთ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ხო, აი რაც თქვენ თქვით, დღევანდელ ევროკავშირში საქართველოს არაფერი ესაქმება. შესაბამისად, აი რას შეიძლება ნიშნავდეს მართველი პარტიიდან წამოსული ეს ნარატივი, ამგვარი ნარატივის შემოტანა უკვე რა ეტაპის დასაწყისია და რამდენად შეიძლება იმის თქმა, რომ აი ქართულმა ოცნებამ ღიად დაიწყო ევროპაზე უარის თქმა. ქართულმა ოცნებამ ევროპაზე ღიად უარის თქმა დაიწყო 24 წლის არჩევნების პროცესში და შემდეგვე, როცა ღიად განაცხადეს, რომ შევაჩერეთო. მაშინ ახლა რა ეტაპია? ხო, ახლა არის გაღრმავება ამ ეტაპის, ერთი, გამწვავება, ორი, მათი გათვლები ის იყო, რომ ამ თავისი გაჯიუტებით და აი ამ ტიპის რიტორიკით, ამ ტიპის ეპითეტებით შემკობის და რაღაცას ქართული ხალხისთვის მტრის ხატად ევროპის წარმოჩენის პირობებში, ესე იგი ევროპა ჩათვლიდა, რომ ჩვენ საქართველოს მაინც გვჭირდება და მოდი რაღაცები ვაპატიოთ, მოდი რაღაცეებში ხელი გადავუსვათ, არაუშავს ვერ დავინახოთ რა სტანდარტებია იმის. ეს არის ყველაფერთან ერთად ღრმად არაკვალიფიციური პოლიტიკა, თუ მათ სურთ რომ ევროპას რამე დაათ მობინონ და ასე შემდეგ. პირიქით, ეს იცით ეს სიტყვა ცოტა ისეთი აი ღრმად პროვინციალური პოლიტიკაა იმ აზრით რომ არაკვალიფიციური. პროვინციალობაში მე გეოგრაფიულ პროვინციებს არ გულისხმობ, მე თავად პროვინციიდან ვარ, დავიბადე, გავიზარდე, სკოლა დავამთავრე კახეთში, ამიტომ არავინ ეს რაღაც სხვანაირად არ მიიღოთ ეს, მაგრამ აქ ლაპარაკია კვალიფიკაციის დონეზე, აქ ლაპარაკია კულტურულობის დონეზე, იმიტომ რომ კონფლიქტები კამათი მუდმივად ხდება, ადამიანებს შორის ხდება, ოჯახში ხდება, მაგრამ ხომ არის ხოლმე მე ვიტყვით რომ მოიცა აი ვიღაცა ზღვარი გადალახა ეს ვეღარ ჯდება რაღაც კამათის სისტემაში. ევროკავშირთან, ბრიუსელთან კამათი აქვს ევროკავშირის ყველა ქვეყნის მთავრობა სხვადასხვა საკითხებზე. ვიღა პორტუგალიას უნდა რომ თევზჭერის კოტები იყოს ასე, პოლონეთს უნდა რომ საარჩევნო საკითხებში მანდატები განაწილებოდეს ასე. ანუ მუდმივად რაღაც საკითხებზე არის კამათი, მსჯელობა, ზოგჯერ მწვავეც, მაგრამ ამასობაში არის ზღვარი. და ამ ხალხმა უმეცრების გამოც, გარდა იმისა, რომ ორიენტაცია არეული აქვს პოლიტიკური, რომ ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე, რატომ? იმიტომ რომ საკუთარი სახელისუფლებო კეთილდღეობაა მთავარი სტანდარტი, ქვეყნის ისტორიული არჩევანი და ღირებულებითი ამბავი კი არა, რომ ქართული საზოგადოება გახდეს ასეთი და ასეთი, არამედ როდის და როგორ შევინარჩუნოთ ძალაუფლება და ვიყაროთ ჯავრი ვიღაცებზე, ვინც გვაკრიტიკებენ. აი ამ ამოცანებით შეპყრობილი ხელისუფლების ნაბიჯებში არის რა? ესე იგი, ორიენტირი არასწორია, ამ არასწორ ორიენტირს ყოველად უმსგავსო და არასწორი გზებით და საშუალებებით და ინსტრუმენტებით ახორციელებენ, თვლიან რომ ესე იგი ამითი საკუთარ მოსახლეობასაც რაღაცა გარკვეულ შეცდომაში შეიყვანენ და ბევრი შეცდომაშია შეყვანილი და ამით გავლენ ფონს. ცხადე ეს ასე არ არის. ბატონ დავით, მაშინ ამავე კონტექსტში ვისაუბროთ იმაზე, პროცესების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ. მაგალითად, აი რამდენიმე დღის წინ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირი გააკრიტიკა ევროპელი ლიდერების პოზიციის გამო, რომლის მიხედვითაც ახალ წევრებს ვეტოს უფლებაზე შეწყვეტა დაუწესდებათ. მაშინ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში ეს ის კავშირი აღარ იქნება, რომლის წევრობაზეც საქართველოს 4 წლის წინ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლში წერია. აი პაპუაშვილის ამ განცხადებამ გააჩინა კითხვა, რამდენად შეიძლება ქართული ოცნება ევროკავშირში გაწევრიანებაზე წარდგენილი განაცხადის უკან გამოსატანად ემზადებოდეს. აი ელით რომ ამგვარ ნაბიჯს გადადგამს საქართველოს ხელისუფლება. მოდი პირველ რიგში ამ ვეტოს თემაზე ვისაუბროთ. რა მოიტანა ეს საკითხი?
საიდან გაჩნდა ეს თემა? ვინ არიან ახლა ესე იგი ეს ახალი კანდიდატები და ვინ შეაშინა ევროპა და რითი? მოდი ერთი წუთით მე ვიქნები პაპუაშვილი, გავრისკავ. ერთი წუთით ოღონდ და თქვენ იყავით ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის ლიდერი. ვინც გნებავთ, აი დაასახელეთ არის, ვინც გინდათ. და ეხლა თქვენი ესე იგი ქვეყანა გაბარიათ, ხო? დამასობაში საქართველოა იქა შორს, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე, ალბათ ვერ კი ოცნებებდა ვერანაირ კანდიდატობაზე თუ არა რუსეთის ის უბედურება, რაც უკრაინაში დაატრიალა, კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ და ეს რას ნიშნავს, რომ აი დიდი მაგიდა რომ მრგვალი მაგიდა და 27 შეიძლება 28-29 წევრი რომ ზის იქა, ერთი სკამი უნდა გახდეს საქართველოს ლიდერისთვისაც გამზადებული. და ეხლა შეხედეთ ევროპის სახელმწიფოებს და ხალხს დაუდგათ ასეთი რეალობა წინ. რომ აი ეს ქვეყანა თუ შემოვიდა ევროკავშირში, აი იმ სკამზე შეიძლება დაждდეს ბატონი პაპუაშვილი, ცოტახანი მე ვარ აქ. ის ვინც ამას ლაპარაკობს, ამას აკეთებს ჩვენზე ევროპაზე. და ახლა ამ ადამიანს ჩვენ ვანდოთ ის, რომ ერთი ხელის არაწევით მთელი ევროპა დაბლოკოს. მთელი ევროპა მართოს პაპუაშვილმა და ივანიშვილმა? ანუ ასეთმა ხალხმა? ამან შეაშინა ევროპელი ლიდერები. და იმიტომ წავიდა ამაზე საუბარი. იმიტომ რომ ხალხო, ესე იგი ეს როგორ ეს უნდა გავარკვიოთ რა. ეს ევროპა კი არ გვეხვეწება შემოდითო. ჩვენ გავიხედეთ და თქვით რომ ის ღირებულებები რაც ჩვენს ერში, ჩვენს საზოგადოებაში საუკუნეების განმავლობაში ნელ-ნელა ასე ისე მერე ბოლოში კიდე მწიფდებოდა, მკვიდრდებოდა ქრისტიანული კულტურის წიაღიდან, ჩვენი წერაკითხავცებელი საზოგადოების კორიფეების ნაღვაწიდან, დისიდენტებიდან, ეროვნული მოძრაობიდან, როდესაც ავდექით, გავიხედეთ და ვთქვით, ხო, ქვეყანა სოფლიოში ამდენი სახელმწიფოა, ამდენი ტიპის კულტურა, ამდენი ტიპის ალიანსია, მაგრამ არ გვინდა ჩვენ ისევ ერთპარტიულობა. ამიტომ ჩინეთთან ვაჭრობაც გვინდა, კულტურაც გვინდა, განათლებაც გვინდა, მაგრამ თქვენ მართლობის სისტემას პოპულარიზაციას გაუწევო, ასე სტრატეგიულ შეთანხმებაზე ხელმოწერა არ მინდა. იმიტომ რომ მისი მართლობის სისტემა არის ერთპარტიული კომუნისტური სისტემა, სადაც სხვა არანაირი პარტია რეალურად არ არსებობს. ამიტომ მართლობის სისტემა არ მინდა თქვენი. რუსეთსკენ გავიხედეთ. კი ბატონო, თქვენი დოსტოევსკი და პუშკინი და ყველაფერი და ვაჭრობაც შეიძლება, ყველაფერი შეიძლება. უკაცრავად მე არ მინდა პუტინი, რომელიც მოვა დაждდება და აღარ ადგება იქიდან. და თან მეზობელს ჯერ ჩვენ შემოგვივარდება, მე იმას შეუვარდება და ვისაც რას წაგლებს ტერიტორიებს და არანაღლებს საკუთარი მოქალაქეების ბედის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს წირავს ამაზე. არა, ეს არ მინდა. გავიხედეთ სხვაგან, არაბეთისკენ, კი ბატონო, ვაჭრობა, ინვესტიციები, კი ბატონო, ურთიერთობა ქონდა, ვიფრინოთ ტურისტული ამბები, მაგრამ თქვენი სისტემა, სადაც ასევე პრაქტიკულად მემკვიდრეობითია ყველაფერი, იქ რაღაც უფლებები როგორაა, რელიგია, კულტურა და ასე შემდეგ. ამიტომ გავიხედე, გამოვიხედე, დავინახეთ ევროპა, ხო? ამიტომ უყურეთ რა შეასაქმე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, გაცილებით გრძელვადიანი სტრატეგიული არჩევანი, რომლის წინააღმდეგ წასვლაც ვიღაცას შეუძლია შეეცადოს, მაგრამ აქედან არაფერი არ გამოუვა. მაგრამ ევროპა, რომელმაც ააშენა ეს სახლი დიდი წვალებით, სანამ ევროკავშირი შეიქმნებოდა, ევროპული სახელმწიფოები პირველი მსოფლიო ომის და მეორე მსოფლიო ომის ევროპულ სახელმწიფოებს შორის მან გამოიწვია. ამაზეც მოვისმინე, აღამახსოვს ვილაპარაკობდა, რომ იქო იცითო, მეორე მსოფლიო ომამდეო ისეთი ამბები იყო, ერებიო ასე იყვნენ დაყოფილებიო, ერთი მაღალი იყო, მეორე დაბალი იყო, გეგონება მანამდე და მაგ დროს საქართველო იყო მართლა შუქურა სამართლიანობის და დემოკრატიის და სწორი ცხოვრების და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ლაპარაკობთ ღირებულებებზე. ამ ღირებულებების თავმოყრა ისეთის, რომელიც საქართველოსთვის მისაღებია. კიდევ ვიმეორებ, რომ იყოს უსაფრთხო და არავინ გვეომოსა, ვერავინ ვაფერი გაგვიბედოს, რომ იყოს კეთილდღეობა, ანუ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა იყოს შემძლე იმისა, რომ ყოველი ზაფხული სადღაც სხვა ქვეყნებში გაატაროს, მარტო 2% ელიტა კი არა. რომ იყოს სამართლიანობა და საზოგადოებრივი დოვლათი დაწილდებოდეს ასე, რომ იყოს სახელმწიფო მომართული იმისკენ, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლება დაიცვას და პოლიციელი იმას არ არჩევდეს, შენ ვის მიეცი ხმა, ამ დემონსტრაციაზე იყავით, იმ დემონსტრაციაზე, ამის შედეგად ან დაგიცავ, ან პირიქით გაწამებ. აი ეს რომ გვინდა და ამასობაში ევროპა ხედავს, რომ ამ მთავრობას ეს არ უნდა, ამიტომ კი დაიწყო რაღაცა თავის დაცვა.
რომ ამ ტიპის ბაცილა, ხო, იქაც ყავდათ, მაგალითად ბატონი ორბანი, რომელიც ძალიან ბევრ რამეში ევროკავშირიდან არ მიდიოდა, იმიტომ რომ უნდა ფინანსური დახმარება, მაგრამ ყველა სხვა საკითხში ბლოკავდა. იქ კიდე ვიღაცები შეიძლება გაჩნდნენ, იმიტომ რომ ასეთ ვითარებაში, კი, რუსეთის მოქმედებს ამ მიმართულებით, ტრამპიზმი ევროპაში ასევე სხვა წახნაგებით გავრცელდა. ამიტომ არის ეს. ამასობაში ეს ჯერ არ არის არანაირი კანონი და კონსტიტუცია შესაძლებელი ევროპაში. ბრიუსელთან ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხი რომ შევაჯამოთ და ამოვწუროთ. აი საბოლოოდ როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ქართული ოცნება იმას, რომ მისი პოლიტიკით რაღაცა ანტიდასავლური გზავნილებით ალბათ არ იქნება გადაჭარბებული თუ ამ შეფასებას გამოვიყენებთ, საზოგადოება დასავლური კურსისგან გადახვევას შეაჩვევს. აი პირადად თქვენი დაკვირვება როგორია ამ თვალსაზრისით, რამდენად ახერხებს ხელისუფლება საზოგადოების განწყობების შეცვლას ევროკავშირთან მიმართებაში და ამავე დროს ძალაუფლების გამტკიცებას. ეს ტაქტიკა მუშაობს თუ შედეგს არ იძლევა თქვენი აზრით? ეს არ არის უხიფათო ტაქტიკა თუ უხიფათო პრობლემა, იმიტომ რომ ადამიანი და ადამიანთა ჯგუფები კი, ვეხვემდებარებით გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებას მე შორს არ წავალ ჩვენივე ქვეყნის ისტორიაში 18-20 წლების საქართველოს თავგამოდებული დამცველი საზოგადოებაში იყო გაცილებით მეტი საწყის პერიოდში და მე ნელ-ნელა ესე იგი მოხდა სხვა რამ 80-იან წლების შუაში, როდესაც მე პირადად ჩემი საკუთარი დაკვირვებით უკვე ვიყავი სკოლა დავამთავრე 1985 წელს აი ამ გარდამტეხ პერიოდში უყურებდი საზოგადოებას და ხო ძალიან უმცირესობა იყო იმისი მომხრე შემძლე ქონდა გათავისებული რომ ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს საბჭოთა დაინგრეს და ასე შემდეგ იმიტომ რომ ხდება რაღაცეები შეგუება და გაცილებით დიდი გამოცდილების და კულტურის მქონე ერებში ხდება ხოლმე ამ ტიპის გადახრები, გადმოხრები, იმიტომ რომ ინერგება სხვადასხვა ტიპის ფობიები, ეს არ ხდება ისე რაღაცა სამოყვარულო დონეზე, პროფესიონალი პროპაგანდისტები, რომლებიც საზოგადოებას არ აძლევენ საშუალებას იაზროვონ, ანუ ტვირთავენ და ბომბავენ ყოველდღიურად იმ ტიპის და ისეთი ინფორმაციით, რომელიც ადამიანებს უჩენს შიშის განცდას, საფრთხის განცდას, რომ ომი იქნება, მიშა გამოვარდება ციხიდან და ეხლა ისე ვის გამოვა, მერე კიდე რაღაცა იქნება, უბედურება იქნება, ამიტომ ჯობია ასე იყოს, რაღაცა გადაგვაგვარებენ ევროპელები, წაგვართვევენ ქართველობას, რაღაცებს და ხო, ასე დროს ადამიანები შეგნებულად ანტიევროპულები კი არ ხდებიან. უბრალოდ შეჩვეული ჭირი ურჩევნია იმას, რაც წარმოჩენილია ხიფათად. ამიტომ დიახ, ეს სახიფათოა, რომ ძალიან შორს არ წავიდეს. ძალიან ღიად და გულწრფელად თუ გეტყვით, დღევანდელ ჩვენ საუბარს ეს დატვირთვა აქვს, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივაწვდინოთ ხმა, მოვისმინოთ მათი რაღაც არ ვიცი, ხან ინფორმაცია მივაწოდოთ, ხან ერთად ვიმსჯელოთ თქვენ და ჩემი მსჯელობის პროცესში ადამიანებმა დაინა, ვისაც სჯერა რომ სწორია ჩვენი არჩევანი თავისუფლების, ევროპის, დემოკრატიის და ასე შემდეგ, დაინახოს რომ დიახ ეს თეორიულადაც სწორია და პრაქტიკულადაც შესაძლებელია და აღურები იდება. ამიტომ ეს უნდა გაგრძელდეს, არ უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლებას რომ თავისი პროპაგანდით მიაღწიოს იმას, რასაც აღწევდა დღემდე. ამაზე მინდა ახლა ვისაუბროთ, რადგან ასეთ საფრთხეებს ხედავთ საზოგადოებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ახლა ვისაუბროთ იმაზეც, როგორ უნდა უპასუხოს უკვე ოპოზიციურმა სპექტრმა ქართული ოცნების ნაბიჯებს, გადაწყვეტილებებსაც და ამავე დროს message box, რასაც ვისმენთ სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და საერთოდ როგორ ფორმაშია დღევანდელი ოპოზიცია, პირადად თქვენი შეფასებით ესეც ძალიან მაინტერესებს. აი თქვენ რომ რიგითი მოქალაქის გადმოსახედიდან აფასებდეთ დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრს. აი რა იქნებოდა თქვენი შეფასება დღევანდელ პოლიტიკოსებსა და ოპოზიციურ პარტიებზე? რა გგონიათ თქვენი ფლანგის ძლიერი, თუმცა ამავე დროს ასე ვთქვათ, სუსტი მხარეებიც, რაზეც ოპოზიციას აქვს სამუშაო? იმისთვის რომ როგორც თქვენ ბრძანეთ მოქალაქის პოზიციიდან შევხედოთ და შევაფასოთ, ამისთვის მე არ მჭირდება მოდელირება და ჰიპოთეტური რაღაცის წარმოქმნა ჩემთვის, იმიტომ რომ მე გავაკეთე ჩემი არჩევანი დიდი ხანია, ვარ ლელოს წევრი, მხარდამჭერი, ამორჩეველი, მაგრამ ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ასე ვთქვათ, პოზიციიდან მე ნელ-ნელა გადავდივარ და გადასული ვარ ლელოს აქტიური მხარდამჭერის, კიდევ მეორე ამორჩევლის წევრის პოზიციაზე და დაკავებული ვარ იმით, რომ რაც შეიძლება მეტი ვარგო
იმ პარტიას, რომელიც მგონია, რომ ყველაზე სწორია და ყველაზე უკეთესია, არ არის სრულყოფილება, როგორც ბევრი იჩემებს, რომ მხოლოდ ჩვენ ვართო, არა, მაგრამ მგონია, რომ ყველაზე სწორი და კარგია. პოლიტიკიდან წასვლას ხომ არ აპირებ? თუ არასწორად გავიგეთ ხოლმე. იცით რა, მე არ მესმის საერთოდ ეს ტერმინი პოლიტიკიდან წასვლა. იმიტომ რომ ვინ არ არის პოლიტიკაში, ზოგადად ერთი მხრივ, მეორე მხრივ მე ჩემი პროფესია, მე ვარ იურისტი, ვარ პოლიტიკოსი და აქ ვიქნები. და არანაირ წასვლას არსად არ ვაპირებ. პირიქით, აქტიურობას ვაპირებ. მაგრამ მაგალითად ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მე მონაწილეობა არ მიმიღია როგორც კანდიდატს. ეს 2-3 წლის წინ პარტიაში ჩვენ ეს ვისაუბრეთ. იგივე პოზიცია გექნებათ შემდეგ არჩევნებთან მიმართებაში? კი. იცით რა, მოსვლა თუ შეგიძლია, წასვლაც უნდა შეგეძლოს. სტუმარსაც, პროფესიონალსაც, ფეხბურთელსაც. დავით უსუფაშვილი პოლიტიკიდან წასულია. აი კიდე გეუბნებით, პოლიტიკიდან არ წავსულ ვარ. მე ვიქნები უფრო აქტიური პოლიტიკურ პროცესებში შესაძლოა, მაგრამ მე მოქალაქეებს არ ვეუბნები ახლა მომეცით ხმა. მე ვარ ასეთი და ასეთი პარტიის წარმომადგენელი და მე მომეცით ხმა. მე გავაკეთებ ამას. მე მოკრძალებულად ვეუბნები ჩემს თანამოქალაქეებს. ჩემი ხმა ეკუთვნის ლელოს. მე ვცდილობ ყველანაირად ჩემ ცოდნა გამოცდილება, თუ კი რამე გამაჩნია, მოვახმარო მის წარმატებას. ამასთან შევ თქვენს იფიქრეთ ამაზე. მაგრამ რა არის რა პოზიცია, რატომ მოყევი ამდენი? აი რა მოქალაქე რომ იყო, იცით, ყველა უნდა ვიყოთ მოქალაქე პირველ რიგში. და მე ახლა იმ წვიმის გამო რა ცოტა შორს გავაჩერე, რაღაც შემოხდა და კონსტიტუცია ვეღარ წამოვიღე, თორემ ეს კონსტიტუცია დავდივარ, რატო? იმიტომ რომ კონსტიტუციაში პირველი 3 სიტყვა წერია: ჩვენ საქართველოს მოქალაქენი. ჩვენ საქართველოს მოქალაქენი. პირველი ეს არის, აქედან უნდა ამოვიდეთ და დიახ, ჩვენ საქართველოს მოქალაქენი თუ ვართ და სანამ ვართ, ესე იგი ჩვენი სახელმწიფოს პატრონობაც გვევალება, სახელმწიფოს მოვლაც გვევალება, სახელმწიფო საქმეებზე საუბარიც გვევალება, პოზიციის დაკავებაც გვევალება და ასე შემდეგ. ეს არის მოქალაქე. მე ზოგადად რას ვუძღვნი ჩემ დარჩენილ ენერგიას, ცხოვრებას, ჯანმრთელობას, ყველაფერს. იმას, რომ რაღაცა მცირე აგურები დავდო, ჩემი აზრით, ნომერ პირველ საქმეში. ეს რა საქმეა? რომ ქართველი ერი გახდეს მოქალაქეთა საზოგადოება. იმიტომ რომ ქართველი ერი დღემდე იყო და სამწუხაროდ რჩება ქვეშევრდომთა საზოგადოებად. ერთი წამით თუ შეიძლება, ბოდიში. კი, დაასრულე. იმიტომ რომ ქვეშევრდომთა საზოგადოება. ეს იყო დავით აღმაშენებლის დროს, იყო ერეკლეს დროს, იყო ამის დროს, იმის დროს და დღემდე სამწუხაროდ აქ მოვედით და მოქალაქეთა საზოგადოებად ერი ვერ იქცა. იმიტომ რომ მოქალაქეთა საზოგადოება ეს რომელი საზოგადოებაა? სადაც თითოეულ ინდივიდს აქ გათავისებული, რომ მე ვარ იმ დიდი ჩვენის ერთი ცალი ნაწილი და ყოველგვარი მსჯელობა იმაზე, რომ პოლიტიკიდან წავედი, სად წახვედი? შენი შვილის განათლება არ გაღელვებს, ჯანმრთელობა არ გაღელვებს, უსაფრთხოება არ გაღელვებს ამ ქვეყნის. შენ ხმას არ მიცემ ვიღაცას, ვინც თქვი რომ ამ საკითხებში სწორად იქცევ. ყოველი ამორჩეველი ეს არის პოლიტიკის, ანუ საჯარო საქმეების გადაწყვეტილების მიღების ნომერი პირველი საწყისი, ხო? ამორჩეველმა მოგცა თქვენ ხმა, ვინ ხარ თქვენ? თქვი და მოცხადებ, მე ვარ პოლიტიკოსი, არავინ არა. მოქალაქე დავით უსუფაშვილის მთავარი შენიშვნები რა არის დღევანდელი ოპოზიციური სპექტრის მისამართით, მათ შორის ლელოს მიმართაც თუ გაგვდის რაც არ მოგწონს. მეტი უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ამორჩეველს კი არ ხედავდეთ ქუჩაში რო დადის ხალხი და გავიხედე ბევრი ხალხია ბაზრობაზე. აუ რა მაგარი იქნება ახლა 1000 ამორჩეველი აქ მოვიდეს აუცე. უნდა ვხედავდე თითოეულ მოქალაქეს. 1000 ამორჩეველს კი არა. 1000 ინდივიდს, რომელიც შეკრებილია ქუჩაში. საქართველოში ბოლო წლებში თუ რამე კარგი მოხდა, ეს იყო აი მასობრივი დემონსტრაციები, აქციები, როდესაც ძველი, ძალიან მნიშვნელოვანი აქციებისგან განსხვავებით, ქუჩაში მოძრაობდა ასობით 1000 ინდივიდი, მოქალაქე, რომელიც არ იყო მოსული არავის ქვეშევრდომად, რომ ლიდერმა დამიძახა და მოვედი. ან მოვედი, იმიტომ რომ ლიდერს გადავაბარო ეს საქმე და მე სახლში წავიდე. იმიტომ რომ მოქალაქე არის ის, რომელიც სახელმწიფოს ისევე მუდმივად აქცევს ყურადღებას, როგორც ოჯახის წევრი საკუთარ ოჯახს. წყალი ჩამოდის, ფანჯარა ჩაიმტრა, პური აღარ არის, რაღაცა პრობლემაა. ეს ხო მუდმივი განსჯის და მუდმივი ზრუნვის საგანია, ის რაც ჩემი პირადია და ოჯახია. აი ეს ჩვენ საქართველოს მოქალაქენი, ეს არის დიდი ოჯახი ქართველი ერის, ერი ვართ, სამშობლო გვაქვს, მაგრამ დიდწილად ქვეშევრდომთა საზოგადოებად დავრჩით. ქვეშევრდომთა საზოგადოების პრობლემა ეს არის სწორედ. ახლა ვიტყვი კიდე ერთ რამეს, რომლის გამოც
ახლა სხვა მხარე ჩამქოლავს. 2012 წელს ხელისუფლება რო შეიცვალა ნაციონალური მოძრაობა წავიდა ხელისუფლებიდან, მე იმ ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი თანა ლიდერი საჯაროდ თქვი რამდენჯერმე, რომ ქართული დემოკრატიის ამოცანაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ყოფილი მმართველი პარტია არ გაქრეს და არ აღიღალოს თქო მით საგან პირისა. ამაზე ოცნებამ ჩამქოლა, რომ შენ როგორ, ესე იგი, იმათი გულშემატკივარი ხარო? აგერ ახლა ვამბობ, რომ ქართული დემოკრატიის ამოცანა ზეგ, ხვალ, იქნება ის, რომ დღევანდელი მმართველი პარტია არ აორთქლდეს, არ გაქრეს. რატო ვამბობ ამას? მაშინ რატო ვამბობ და ახლა რატო ვამბობ და ყოველთვის ასე ვიტყვი. იმიტომ რომ მათი ლიდერების ბედი კი არ მაღელვებს მე. მე ვფიქრობ იმ 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც მაშინ მიდიოდა და მიუხედავად ყველაფრისა, რასაც იმ ხელისუფლების პრობლემების დიდი შემონათვალი იყო, აძლევდა ხმას და მე არ მინდა რომ ყოველ ჯერზე საქართველოში მილიონამდე ადამიანი მართველი შეიცვალა, გადმოებარგდა აქეთ. აი ეს არის ქვეშევრდომთა საზოგადოება. როდესაც ის მართველი წავიდა, პარტია გაქრა, იმიტომ რომ ამორჩეველი გაიქცა, იმას მისცა ხმა, ვინც ახლა უფრო ძლიერია. ასე ჩვენ ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებმა, იმისმა მომხრემაც, ამისმა მომხრემაც გაიაზროს, გააზრებული არჩევანი გააკეთოს. ეს პარტია მინდა თუ ის ლიდერი მინდა და პასუხისგებლობაც აიღოს ამაზე. და ნუ ექნება ის განცდა, რომ ჩემ ლიდერი ახლა იმას თუ ფეხი წაუწდა, მე უცებ ვოტრიალებ და ვიტყვი, რომ მე წავედი აქეთ. ბოლოსკენ გავდივართ და რადგან ნაციონალური მოძრაობა ახსენეთ, არ მინდა გაგიშვათ ისე, რომ ერთი კითხვა მაინც არ დავსვათ უშუალოდ ამ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე, მით უფრო რომ მიხეილ სააკაშვილი რევოლუციურ ცვლილებებს აანონსებს, მისი პოზიციაა, რომ შეიცვალოს მათ შორის პარტიის თავმჯდომარე, რა პოზიციაზეც თავად სააკაშვილი მხარს უჭერს ნანუკა ჟორჟოლიანს. ჟორჟოლიანი თავიდან ამბობდა, რომ შეთავაზებაზე უარს ამბობდა, თუმცა როგორც ჩანს, საბოლოოდ ამ პოზიციას დათანხმდება, ყოველ შემთხვევაში მისგან უკვე ვისმენთ განცხადებას იმის შესახებ, რომ შეიძლება პარტიას დღევანდელი კრიზისის პირობებში სწორედ კრიზის მენეჯერი სჭირდებოდეს. აი რა გაქვთ სათქმელი უკვე იმ პროცესზე? სათქმელი ის ვაქვს, რომ მე არ ვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი, მხარდამჭერი და ამორჩეველი. ბევრი რამის გამო და ამ ბოლო ამბების გამოც ვარ ლელოს მხარდამჭერი, ამორჩეველი და წევრი. იმ სტილის და იმ რაღაც არ ვიცი მართლობითი სისტემის თუ ურთიერთობების გამო, რაც ლელოშია. მე მგონია, რომ ეს არის სწორი სტანდარტი და არა სხვა. დანარჩენი ყველა პარტიამ თავად უნდა აგოს პასუხი. მე როცა ვლაპარაკობ დემოკრატიის სამეთქი, რომ ესე იგი მე მინდა რომ მოსახლეობამ, მომხრეებმა, თითოეული პარტიის რაც შეიძლება ინფორმირებული და პასუხისგებლიანი არჩევანი გააკეთონ. და ეს ახლა მათი გადასაწყვეტია. რასაც ხედავენ მოწონთ, ხარს უჭერენ, სჯერათ, ხედავენ სიტყვის და საქმის ერთიანობას, გაყვებიან. ვერა და არა, მაშინ სხვა არჩევანს გააკეთებენ. იმიტომ არის მრავალპარტიულობა საჭირო და აუცილებელი, რომ ჩვენ გვქონდეს მრავალი ვარიანტი ადამიანს, მოქალაქეს, მე მოქალაქე შევხედავ თქვა, ხო, ეხლა ამან ეს თქვა, მე იმანის თქვა, ამან ეს უპასუხა, ეს ამბობს, ამას ამბობს და ასე შემდეგ. ხო, მე მოქალაქეს მინდა რომ ნაკლებად ვიყო დატვირთული და ესე ვთქვათ შეწუხებული ამ ტიპის ამბებით. მე მინდა მეტი მესმოდეს ფასებს რა ეშველება, ხელფასებს რა ეშველება, რაღაცა პარლამენტის წევრის ხელფასმა 4-ჯერ რომ მოიმატა, ჩემმა ხელფასმა ჩემთან დაკავშირებით რა მოიმატა 4-ჯერ ჯარიმებმა. ანუ რეპრესიები ჩემს მიმართ ფინანსური 4-ჯერ გაიზარდა, მართველების 4-ჯერ გაიზარდა ხელფასის შემოსავალი. ამას რა ეშველება? ანუ მოქალაქეს მისი პრობლემების გადაწყვეტის თაობაზე პოლიტიკოსების დავა აინტერესებს და არა პოლიტიკოსებს შორის დავა, ვინ უფრო მტყუანია და ვინ უფრო მართალია ერთმანეთთან მიმართებაში. ეს არის მე მგონი მთავარი. მადლობა ბატონ დავით, იმისთვის რომ გვესტუმრეთ და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. დავით უსუფაშვილს დავემშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ გაცემის დასკვნითი ნაწილი გველოდება, ასე რომ დაგვეერთით. გასაგებია, რომ ევროპული ინსტიტუტების პოზიცია არის კრიტიკული, თუმცა ხო, ამას რა გავლენა შეიძლება ქონდეს ქართული ოცნების. მოდი პროცედურულად განვიხილოთ, ეხლა ეს ყველაფერი დავიწყოთ იმით, რომ ხა ეს ასეთი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო ევროპარლამენტის, იმიტომ რომ არაერთი კრიტიკული მათ მიერ მიღებული დოკუმენტი ვნახეთ და ყოველთვის ჩვენ გვესმოდა, რომ ამას აქვს ჩალის ფასი, ხო, მოდი ასე ვთქვათ. მაგრამ ასე არ არის. და რატო არ არის? იმიტომ რომ ეს არის საკანონმდებლო ორგანო ევროკავშირის ერთ-ერთი ორგანო არის
და მე არის აღმასრულებელი ორგანო, ხო, რომელიც გადაწყვეტილებას უკვე აღსრულებაში მოყავთ. რა თქმა უნდა, ეს სტრუქტურა აღსრულებაში მოყვანა გადაწყვეტილების არ არის მარტივი, იმიტომ რომ დამოკიდებულია ქვეყნების კონსენსუსზე, ხო? მაგრამ ამ რეზოლუციების მიღების შემდგომ ჩვენ უკვე აღმასრულებელი ორგანოდან, მაგალითად მინისტრთა კაბინეტიდან ჩვენ ნახეთ გადაწყვეტილებები უკვე. რაზეა საუბარი? როდესაც უვიზო თემა შემოვიდა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით. როდესაც გარკვეული განცხადებები გაკეთდა, რომ შეიქმნება საფრთხეები იმ მიმართულებით, რომ საერთოდ შეიძლება უვიზო გაჩერდეს, ხო, თუ ეს არ შესრულდება გარკვეული პუნქტები, რაც არის. აქედან გამომდინარე, უკვე ეს პროცედურული მომენტები ჩაერთო, ხო? ეხლა შემდგომი ნაბიჯი ჩვენ ნახეთ რეზოლუციების შემდგომ ქვეყნებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა ცალ-ცალკე გასცეს სანქციები, ხო? ეს იმიტომ რატო ვერ გაიცა ერთიანად, მაშინ უნგრეთის პოზიცია იყო, რომ ბლოკავდა ამას პოლიტიკურ საკითხს. დღეს ეს პოზიცია მოხსნილი არის გარკვეული საკითხების შიგნით, არ არის გამორიცხული, რომ ამ რეზოლუციის შემდეგ სანქციები მიღებული იყოს, როგორც მოთხოვნაში არის მთლიანად ევროკავშირის მიერ, ან გაგრძელდეს ინდივიდუალურ რეჟიმში. ესე იგი, რეზოლუციებმა ამის ბაზა შექმნა სამართლებრივი, ხო ხდებით? ფუნდამენტი იმისა, რომ დაწყებული იყო ესეთი ქმედებები. ამიტომ ჩალისფასი ამას არ აქვს. მეორე საკითხი არის ის, რომ ეს რეზოლუციები აფერხებს ნებისმიერ სვლას ევროპისკენ საქართველოს, ნებისმიერი სტრუქტურებისკენ. ახლა ნახოთ ჩვენ, რომ ჩვენი მიგრანტები, რომელიც არიან და მათ აქ პრობლემები და უკან აგზავნიან, ხო ხდება გამოძიება ჩვენი მოქალაქეების, ხდება უფრო მკაცრი კონტროლი. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ძალიან მძიმედ დგას საკითხი, რომ ყველაფერი შეჩერებული არის, ხო, ფინანსური დახმარებები, რაღაც თქვა სხვა ურთიერთობები, რაც დამოკიდებული არის ეჭვს ვადებს ბიზნესის ურთიერთობებს, არანაირი ინვესტიცია არ იდება აქ, ხო ხდებით? იგივე ხა თქვენ ჯერ ჩვენ არ ვეხებით, მაგრამ ჩვენი შვილები უკვე ეხებიან განათლების სისტემიდან გამომდინარე. ხო, როდესაც შემოიღეს ისევ 11 წლიანი თემა და აი პრობლემას უქმნის უკვე სწავლის გაგრძელებას ევროპაში, ხო, იქ ერთი წელი უნდა აღმატონ სწავლები. აი მაგივე მაგისტრატურის თემა ბოლონიის პროცესი, ბევრი საკითხებია, რომელიც აი ეს რეზოლუციების შემდგომში უკვე და იქნებები უკვე პრობლემას. აი ქართული ოცნების გამოხმაურებასაც შევხედოთ. ევროპარლამენტის რეზოლუციის მიზანია, რომელმე საქართველოში ექსტრემისტული მიმართულების ოპოზიციის რესურსი შენარჩუნდეს, რათა ოპოზიცია არ დაეშალოთო პოლიტიკური ასპექტები, რომელიც დოკუმენტშია უსამართლობის მწვერვალია, ასეთია გიალოვსკის შეფასება, უფრო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი მედიასთან დღეს არ გამოჩენილა. საფუძველი შეიძლება კონდეს ბრიუსელის და სტრასბურგის მიმართ მუდმივად არსებულ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ აი ევროპელების მიზანია ქართული ოცნების ხელისუფლება როგორმე შეიცვალოს და საქართველოს სათავეში მოიყვანონ პოლიტიკური ძალა, რომლის მართვაც იქნება მარტივი. პირველ რიგში ამ განცხადებაში მე ვხედავ კონსტიტუციის დარღვევას. რატომ? კონსტიტუციაში წერია 78 მუხში, რომ ევროკავშირისგან სწრაფად. თუ შენ თანამდებობის პირი უქმნი პრობლემას, შენი განცხადებები და ექსტრემიზმში ადანაშაულებ იმ ორგანიზაციას, რომელიც ის გინდა შეხვიდე, ეს უკვე პრობლემაა, ხო ხდება? ეს ხდება მიზან მიმართულად. მოდი პირდაპირ ასე ვთქვა. აქ პრობლემა რა შეეცით? არა იმაზე, რომ ოპოზიცია სურს ვიღაცა ხელისუფლებაში მოვიდეს. ქართულმა ოცნებამ უნდა გაიგოს ერთი რაღაცა. რომ ძალიან დიდია მათ მიმართ ნეგატივი ქვეყანაში, ხო? ჩვენ ხო ყველა ქუჩაში ხო დავდივართ. ჩვენ ხო ყველაფერი ამას ხო გზნობთ და ხედავთ, ხო? მე არ მინდა თქვა, რომ პოზიტივია ოპოზიციის მიმართ. არა, მაგაზე არა ლაპარაკი. ხელისუფალია პასუხისმგებელი და ნეგატივი ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან დიდია ყველა მიმართულება. ნათელი მაგალითია იგივე ჯარიმების თემა, ხო? ჯარიმები, რომელიც შემოვიდა, ჩვენ დღეს ხედავთ, რომ უკვე ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს ჯარიმები შეამციროს. ხო, ან რა პასუხი გაქვთ კითხვაზე? სხვა შორის ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ახლავს. ან რატომ გაამკაცრეს, ან ახლა უკან რატომ მიაქვთ გამკაცრებული რეგულაცია? მათი პოზიცია, რომ ჩვენ ყველაფერი გაგვდის, მოდი თქვა პირდაპირ და როდესაც შეეხო უკვე ფინანსებს და ჩაატარეს შიდა კვლევები, ნახეს, რომ არის პრობლემა ამაში. უკმაყოფილება გაიზარდა ოცნების მიმართ. ამიტომ იხევენ ახლა უკან ჩვეულებრივი მომენტი არის ეს. აქედან რეაგირება არის ამას. აქ არის მთავარი მომენტი, რომ მათ აი ნახეთ როგორი რა გქონდათ. დღეს რომ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულოს ქართულმა ოცნებამ, ის ხელისუფლებას დაკარგავს. და ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამოცანა ხელისუფლების არ არის დემოკრატიული წინსვლა. ამოცანა არის ხელისუფლების შენარჩუნება და არანაირი დემოკრატია. აი ნებისმიერი საკითხი ეს დებატები იქნება თუ რაღაცა ერთი საკითხი მაინც დამისახელეთ, როდესაც ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხი გავიდა პარლამენტში. ელემენტარულად
ყველაზე მარტივი საკითხი გასასვლელად არის იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რაღაც დოკუმენტის მიღება, მაგალითად ის რაც ხდება დღეს ცხინვალში. აი გახარიას პარტია მაგალითად ზუსტად ამ თემაზე თავაზობს ქართულ მომენტი და ყველაზე საინტერესო რა არის თქვენ რომ გადახედოთ ამ მომენტებს ხო? მაგალითად ბოლო მახსენდება 2021 წელი, როდესაც ქალბატონი თეონა აკუბარდიას მიერ წარგენილი რეზოლუციის პროექტი იყო და გავიდა ოკუპაციის თემით ეხებოდა ეს. აი მეტი არ მახსენდება აი ბოლო პერიოდი. მანამდე ხდებოდა სიტყვაზე 16 წელს, 17 წელს იყო რაღაც ასეთი ქმედებები. ეხლა არაფერი ეს არ არის. ბატონ პაატა, ოკუპირებულ რეგიონებზე აუცილებლად გითხავთ, იმიტომ რომ იქ ცალკე პროცესები მიედის, თუმცა იქამდე ისევ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშს მინდა დაუბრუნდეთ და ერთ კონკრეტულ გზავნილზე ესე ვთქვათ გითხოთ აქცენტზე, რომელსაც უამრავ გზავნილს შორის სვამს ევროპარლამენტი. ერთ-ერთი მთავარი მოწოდება არის სწორედ ის, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველაფერის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლება მოხდეს. სხვა შორის ევროპარლამენტის შეფასებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებაც იმ თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებდა მის წინააღმდეგ სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლო სტანდარტებს, თუმცა ახლა არა ღარიბაშვილზე, არამედ სწორედ პროტესტის ფარგლებში დაკავებულ ადამიანებზე ჩაგეკითხებით. მათთან დაკავშირებით ევროპარლამენტის გზავნილში მთავარი და საკვანძო სიტყვა უპირობოდ გათავისუფლება, არა და ქართული ოცნება ამისთვის სწორედ კონკრეტულ წინაპირობას აყენებს. ითხოვს რომ ამ ადამიანების მხრიდან მოხდეს ბრალდების და დანაშაულის აღიარება და ის შემდეგ აფორმებს საპროცესო შეთანხმებას, რაც ვნახეთ 4 ოქტომბრის საქმეზე 20-ზე ცოტა მეტი ადამიანის გათავისუფლების შემთხვევაში. აი რატომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი აი ის აქცენტი, რასაც სვამს ევროპარლამენტი, როცა ამბობს რომ ამ ადამიანების გათავისუფლება უნდა მოხდეს უპირობოდ. პირველ რიგში დავიწყოთ რომ როგორ მომენტია, იცით, რომ პოლიტიკური დევნა ხორციელდება, ყველა ხედავს ამას, ხო ხდებით? აი საბოტაჟის საქმე, სუფთა სამართლებრივად არის აბსოლუტური აბსურდი. აი საბოტაჟის საქმე არის აბსურდი. იმიტომ რომ აი შეუძლებელი არის, მოდი ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით რაღაც საერთოდ სასამართლოს წარმოებაშიც არ უნდა მიიღო ეს ყველაფერი, ხო? მაგრამ დაიწყო განხილვა. ესე იგი ცხადყოფს, ეს ხო დაზიანებაა ჩვენი სასამართლოს ხელისუფლების, რომელსაც უკვე ფაქტურად სანქციონირებულია და არც არავინ აღიარებს. მოდი პირდაპირ ვთქვათ, არც ერთი ის არ შეასრულა. აი ზუსტად სასამართლო ხელისუფლების დობის ქვევით დაწევამ გამოიწვია ღარიბაშვილის თემის წამოწევამ რეზოლუციაში, ანგარიში. რატომ იცით? იმიტომ რომ მოდით შეხედეთ ევროპელის თვალით. პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მოაწერა ასოცირებულ ხელშეკრულებას ხელი. პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მოაწერა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა როცა იყო, ხო? ხდება გასამართლება კორუფციის მუხლით და ძალიან სწრაფად მილიონებზე ლაპარაკი, თვის განმავლობაში საქმე იხურება, აღიარება ხდება ყველანაირი განცხადებების გარეშე და აქ უკვე ასეც რომ იყოს. ნდობას არ იწვევს სასამართლო სისტემა, მიხვდით, მათთვის. ეს მათთვის წარმოუდგენელია. ამიტომ რომ ეს ანგარიშიც მოხდა ბატონი ღარიბაშვილი. აქედან გამომდინარე დგება სხვა საკითხებიც, ხო? როდესაც პოლიტიკური დევნის საკითხი დგება დღის წესრიგში, ამიტომ რაც არათუ იმ 9 პუნქტის, რაც ევროკავშირს ჰქონდა, არამედ პოლიტიკური როცა დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თემა, ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, ხო, იგივე ეს არც ვიცი როგორ ქვია, მაგრამ როგორც ხალხში ქვია, სკროლმის დეპარტამენტია თუ რაღაცა რასაც ეძახიან. სიძულვილის ენის შემსწავლელი სამართლი. ხო, აქედან გამომდინარე, ხო, რა გამოდის? გამოდის ის ხო დევნის მომენტებია, ხო? და აი ეს ყველაფერი აფერხებს იმ ევროპულ ოჯახში ცხოვრებას, საერთოდ ჩვენ მივიდით, ამიტომ ბატონი ღარიბაშვილი სხვაც მოხდება მე იმაში თუ ნდობა არა შენ შეიძლება კაც ბრალდება წაუკენო მაგრამ თუ ვერ ამტკიცებ მაგას მე არ უძახებ მტკიცებულების რეჟიმში მაგრამ ეს საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს ბატონ პაატა აი პროტესტის ფარგლებში დაკავებულ ადამიანებს რადგან შევეხეთ ამ ადამიანებს შორის არის კი ბატონო ზიამაღლობელი და ამავე დროს პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია რომელსაც სხვა შორის ციხეში ახლა როგორც ირკვევა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა ამიტომ ამ ამბავსაც მინდა რომ შევეხოთ პოლიტიკოსებისგან ვისმენთ, რომ სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური იქნებოდა მეთოდები, რითაც ქართული ოცნება პოლიტიკურ ოპონენტებს უპირისპირდება. აი, გითხარით, თქვენ რა შეფასების გაკეთების საფუძველს გაძლევთ კონკრეტულად და ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემა და რატომ, ასე ვთქვათ, ჩნდება კითხვები სათანადოდ უვლის თუ არა და სათანადოდ პატრონობს თუ არა ციხეში სახელმწიფო პოლიტიკოსი, იმიტომ რომ როგორც თავად ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ ხელისუფლებაზე მეტი ხელისუფლებაზე დიდი გულშემატკივარი დღეს ელენე ხოშტარიას არ ყავს და თუ ვინმეს არ აწყობს
პატიმარი პოლიტიკოსი ჯანმრთელობის მდგომარეობით ეს არის პირველ რიგში სწორედ ხელისუფლება. თავი მომენტი რა არის? იცით, ერთ კონკრეტულ წინა კითხვაში დასვით ვერ დავასრულე ის მომენტი, რომ რატომ მოქმედებს ხელისუფლებას? უბრალოდ როგორი მომენტია, იცით? ხელისუფლებისთვის, როდესაც რატომ უნდა გადადგას ნაბიჯები ჰუმანურობასაც უპირობო განთავისუფლებას ითხოვს და ხელისუფლება თხოვს აღიარე და გაგიშვებ, ხო? ეს მაგონებს საქმის გარჩევას. აღიარე და გაგიშვებ. ეს გარჩევის დონეა. ამიტომ იბადება მე კითხვები უპირობო განთავისუფლებასთან დაკავშირებით. მეორე საკითხია, ვალდებულება აქვს სახელმწიფოს ის რომ ის იყოს ჰუმანური. ასეთ საკითხებში და არ იყოს მკაცრი, მოდი ასე ვთქვათ. როდესაც მთელი მსოფლიო გეუბნება რომ იყავი ჰუმანური, ხო? ქალბატონი ელენეს საქმე არის ჰუმანურობის ნაბიჯი. აქ არ აქვს საუბარი დააშავა, არ დააშავა, აღიარებს, არ აღიარებს. საუბარი არის იმასთან დაკავშირებით, მისი გამოხატვა, რასაც მას ჰქონდა, ხო? საუბარი რომ პროტესტი, ამ პროტესტის გამო აი საბოტაჟის საქმე არის კატასტროფა, ხო? აი კატასტროფა არის ეგ საქმე. აქედან გამომდინარე ჰუმანური ნაბიჯი უნდა გადადგას, ხელისუფლება უნდა გაუშვას. ეს საქმე, საბოტაჟის საქმე უნდა შეჩერდეს. ეგ არის პრინციპული საკითხი. რატომ? იმიტომ რომ ხელისუფლების თუ ისინი ნერვიულობენ ქალბატონ ელენეზე, ეს არის მათთვის პრინციპული, რომ მათ აჩვენონ ევროპის უდროც, რომ ჰუმანური ნაბიჯების გადადგმაც შეუძლიათ და არა მკაც რეჟიმში ყოფნა. აღიარე და მე ამას გაგიშვებ, ნუ ეხლა არ არის ეს სერიოზული. ხვდებით? ეს არ არის სახელმწიფოს პოზიცია. ეს არის ძველბიჭური გარჩევის პოზიცია. მეტი კი არაფერი რა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სახელმწიფომ და ეს ნაბიჯები გადადგეს. რა თქმა უნდა, ხა ქალბატონი მზიას ამაღლობელის თემა, ხა წარმოიდგინეთ რა ვიცი, პრემია არ დარჩა მე მგონი, ხო? აღა უცხო კლაინტელები თუ არ მიანიჭებენ რაღაც პრემიას, მას თუ ყველაფერი გაკეთდა. ხო, თელმა მსოფლიომ იცის. რა ღირს ამ ადამიანის, რატომ მოგიდ რაღაც ადამიანის ციხეში რა იყოს. ავიღოთ ქალბატონი ელისო კილაძე, ხო, მაგალითად. როდესაც დახურეს პროცესი. თუ რაღაცა შედებიან ბრალს, ხო ყველა ხომ უნდა იცოდეს, ხო სწორია? ეს ხო გამოდის მედიის დევნა. ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც აიღეს, რა ვიცი, 15-13 წლის უკანდელი საქმე, ეხლა გაახსენდათ. აი, ხვდებით? ეს ყველაფერი კითხვის ნიშნებია. ეს ელემენტარული კითხვის ნიშნებია, ხვდებით? ამიტომ ვიძახი, რომ ეგ საკითხები მათ თუ არ მოხსნეს, რაც არათუ უპირობო, არამედ ბევრ ანგარიში ნახავენ და ვერ მოქმედებს. ბატონ პაატა, სამწუხაროდ არ გვაქვს ბევრი დრო, ამიტომ მინდა რომ რამდენიმე წუთის წინ ოკუპირებული რეგიონები ახსენეთ და ახლა იმ პრობლემებს გადავალოთ თვალი, რასაც სწორედ ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ვხედავთ და აი კონკრეტულად ცხინვალი მყავს სამ შემთხვევაში მხედველობაში, რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ ცხინვალის ეგრეთ წოდებული მთავრობის თავმჯდომარედ კი ბატონო მარად კამბოლოვი დაინიშნა ამის გათვალისწინებით ცალკეული ოპოზიციური პარტია საქართველოს ხელისუფლებას დუმილის შეწყვეტისკენ და პარტნიორებთან აქტიური მუშაობის აღდგენისკენ მოუწოდებს, ვინაიდან და რადგანაც მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის ახალი ეტაპის დაწყებასთან. ანექსიასთან დაკავშირებით? აი, რას აჩვენებს ცხინვალში შექმნილი ვითარება, რა ვიცით ამ ადამიანზე, ესეც მინდა გითხოთ, მარად კამბოლოვი, რა მიზანი შეიძლება ქონდეს ცხინვალში, მით უმეტეს ეწ თავმჯდომარის, ეგრეთ წოდებული თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნვას და რა რეაქცია უნდა ქონდეს, კიდევ ერთი კუთხით ვიკითხავ, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ამ ყველაფერზე. ანექსიასთან დაკავშირებით სუსმა დადო დოკუმენტი, სადაც პირდაპირ წერია, რომ ანექსია მზადდება და მასყას ავტორი კირიენკო, ხო? ესე იგი, ეს დადო უწყება, რომელმაც მიაწოდა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე საშინაო და საგარეო პოლიტიკას განაგებს საქართველოს პარლამენტი, ხო სწორია? და მიაწოდა და პარლამენტი დუმს საგარეო მიმართულებით არაფერი არ აკეთება, საშინაო, ესე იგი, ხელს უწყობ, ხო, ანექსია, ასე გამოდის, მეტი კი არაფერი. ამიტომ იმაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორებთან უნდა დაიწყოს საუბარი ამ მიმართულებით. ხელისუფლებას უნდა ქონდეს რაღაც წითელი ხაზი, სადაც ყველა ერთია ოპოზიციას და ხელისუფლებას, ყველას ეხება ეს ანექსიის თემა, ხო? მით უმეტეს უკრაინის ფონზე, როდესაც რუსეთი აი იწვის მოსკოვი, ხო, ყველა ვხედავთ ამას. მას ჭირდება რაღაც გამარჯვება. და ცხინვალში ყველაფერი მზად აქვს ამისაც. რატო დაინიშნა ეს ადამიანი პრემიერ-მინისტრად? პირველად მოხდა, რომ პოლიტიკურ თანამდებობაზე მოვიდა რუსი. ჩრდილოეთ ოსეთის თანამშრომელი,
ადმინისტრაციის გადმოება პირველად მოხდა სულ იყო თქვა ადგილობრივები ან შინაგანსაქმეთა მინისტრი ან თავდაცვის მინისტრის მოადგილე ან ყოველთვის იყო რუსები მაგრამ ეხლა პირდაპირ მოხდა პოლიტიკური დანიშვნა საუბარი არის რომ მას ამზადებენ პრეზიდენტად შიდა წრეებში ცხინვალში რომ მან მოაწეროს ანექსიას ხელი დღეს ხელისუფლება უნდა ემზადებოდეს ამისთვის როგორ უნდა ემზადოს ხა ზოგადად კი ომი უნდაო ომი არის ძებნაში უნდა გამოცხადდეს სეპარატისტთა ლიდერები როგორც კონსტიტუციური წყობილების ზღვების ხელშეწყობები აი ამ სიჩუმეს რითი ხსნით მაშინ ხელშეწყობით ანექსიის მეტი არაფერი არ შეიძლება ჩუმად ყოფნა ჩუმად ყოფნა უწყობს ხელს ყოველ ჯერზე ანექსიის გაძლიერებას და ეს ყოველ ეხლა წარმოგიდგენთ 9 მაისს ხელშეკრულებაში წერია რაც მიიღო გააფრომა ეგრეთ წოდებულმა სამხედრო ოსეთმა და რუსეთმა რომ ჩtildeოეთ ოსეთის თვით მართლობის ორგანოების გადაწყვეტილება მოქმედებს ცხინვალის რეგიონში ხო მარაზმი ხო არის ადამიანმოკიდებულობაზე საუბარი რატო კეთდება მიერთების შემდეგ რომ თვით მართლობის ორგანოების ერთეულები იყოს შეერთებული ხდებით და გადაწყვეტილებები უკვე მოქმედებაში იყო ძალაში ეს ხო ნათლად ჩანს ეს ნათლად ჩანს ყველაფერი. ამიტომ მნიშვნელოვანი სამართლებრივი რეაგირება პარტნიორებთან მუშაობა და რა ომი. ხა ომია ხო ღია რეჟიმში ევროპარლამენტთან. რომელიც დღეს ანგარიში უნდა წერდეს რომ ანექსია მზადდება და არა სიტყვაზე სანქციებს ვითხოვდეს და უპირობო განთავისუფლება და 1000 რაღაცეებს. ხო სწორია? იმიტომ რომ დღეს ევროპარლამენტი აღნიშნავს ერთ რაღაცას. ადამიანის უფლებები, რაც ირღვევა საქართველოში. ხდებით? ეს არის პრობლემა. აქ ზიანდება ჩვენი პოლიტიკა, რასაც ქვია ანექსიას წინააღმდეგობის გაწევას. ამის თავი არავის არ აქვს. ხელისუფლება დუმს, სიჩუმეს პოზიცია აქვს. ვერ გებულობ რატო? აი პირდაპირ გეუბნებით, ჩემამდე არ დადის ეს, რატო არიან ჩუმად, რისი ეშინიათ, არაფერი. თუ შენ ტერიტორიას არ იცავ, არავინ არ დაეცავს ამას. შენ თუ სამართლებრივად არ შეაფასებ იმას, ვის კონსტიტუციურ ღვევას უწყობს ხელს, საუბარი არის სეპარატისტთა ლიდერებს და დასანქცრებს, ის დაждდება პუტინთან და მოაწერს ხელს. და მე წლები რო გავა, ყველას ეკნება ერთი კითხვა, იცით რა არის? ქართველებმა არ შეაფასეთ, აი ChatGPT-ს რო კითხოთ, ეთნიკური წმენდა მოხდა აფხაზეთში, ცხინვალში, რა მოხდა? 1000 დოკუმენტს ამოგიგდებს და გეტყვის კი, მაგრამ იქვე დაწერია სამართლებრივად საქართველოს ხელისუფლებამ არც ერთმა არ შეაფასა ის დანაშაული რაც მოხდა ცხინვალში და აფხაზეთში. აი ეს არის პრობლემა. ხვდებით? მომავალში ეს საკითხი დადგება ძალიან მწვავედ. ჩვენ თუ ეს ეხლა ამას არ მივხედავთ. მადლობა და სტუმრობისთვის, თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე დღეს ამ დავასრულოთ და დავითაია იყო დღეისთვის ბოლო სტუმარი, შესაბამისად თავისუფალი სტუდია ასრულებს მუშაობას ერთმანეთს ამ სტუდიაში მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით. ნახვამდის.